მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი მადლობა რომ მოგზაურობთ. მიუხედავად იმისა, რომ ამინდი არც ისე განებრივებს ამ ბოლო დროს და მე ვხუნდობ, რომ სიტუაცია პოლიტიკური დაიძაბა და ამინდმაც გარკვეულწილად აურია რა. დღეს ვაგრძელებთ დისკუსიათა ციკლს და დღეს გვაქვს თემა, რომელიც მე მგონი ყველას გვაწუხებს, არა მარტო იურისტებს და ადვოკატებს, არამედ იმ ადამიანებსაც, ვისაც ზოგადად ინფორმაცია ჭირდება ქვეყანაში და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების თაობაზე, ვინაიდან ნებისმიერი დავა თუ კამათი საბოლოო ჯამში გადადის სასამართლოში და ზუსტად აქ მოწმება პრობლემები, როდესაც ჩვენ ნაკლებ ინფორმაციას გვქონდა. თქვენ თუ გახსოვს, ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია გვირგვინიანის საქმესთან მიმდინარე სასამართლო პროცესმა, სადაც ჩვენ პირდაპირ ტელევიზიის საშუალებით გვეძლევოდა იმის საშუალება გავუმეორებთ, როგორ იქცეოდა თვითონ სასამართლო ხელისუფლება და როგორ იქცეოდა დაავადების ხარე და რა დღეში აღმოჩნდნენ თქვათ ის ადვოკატები, რომელსაც გარკვეულწილად უნდა დაეცვათ ადამიანის ინტერესები. მას შემდეგ არც ისე დიდი ხანი გავიდა, როდესაც შემოიღეს კანონი, რომელმაც ფაქტობრივად აკრძალა ყველა სახის ღონისძიება, რომელიც იქნებოდა დაკავშირებული სასამართლო პროცესის გაშუქებასთან. ანუ ვიდეო გადაზრდა, აუდიო გადაზრდა, აუდიო ჩაწერა და ასე შემდეგ. სხვათაშორის ჩვენ ახლა 9 საავტორო ორგანიზაცია ვედავებით განათლების სამინისტროს და კულტურის სააგენტოს და პროცესებზე რომ ვიწევს სიარული იქ პირდაპირ გვეუბნება მიუხედავად იმისა რომ კანონში არა ჩანაწერი რომ ქუდი თქვათ არ უნდა გეხუროს პირდაპირ გვეუბნება ცით ინსტრუქცია გვაქვს რომ ქუდი მოიძრეთ იმიტომ მე მგონი ალბათ ხო ხალხს ეუბნებიან იმიტომ ფიქრობენ ალბათ ქუდში შეიძლება რა ვიცი ვიდეო კამერა იყოს დამონტაჟებული პრინციპში თუ სასამართლო პროცესი საჯაროა რა არის საუბნო არა ამიტომ ჩებით უკვე ხშირად ადვოკატების კომენტარების იმედზე მხარეების კომენტარების იმედზე ახლა პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს და პირდაპირ თბილისში გამისამართებს ამ შემთხვევაში მე რომ ვკითხო ხო ადვოკატი და მხარე რომელიც კომენტარს აძლევს გარკვეულად არის სუბიექტური იმიტომ თავის ინტერესებიდან გამომდინარე აცხადებს ზოგადად თქვათ რა სიტუაცია ვერდებოდა სასამართლო პროცესებს. ძალიან კარგი არის ჟურნალისტები ესწრებიან და აქვენ თქვათ საშუალება იმისა რომ ჩანაწერები გაიკეთებიან ეს ჩანაწერიც სრულყოფილი არ იქნება. შესაბამისად ჩვენ გადავწყვიტეთ რომ თემა იყოს სასამართლო ხელისუფლების დამჭირვებლობა. აქ არა მარტო ისაა რომ აქ არა მარტო ისაა რომ თქვათ გაშუქების პრობლემა გაშუქების პრობლემას ვაწყდებით, არამედ ის რომ თქვათ ხშირად საჯარო ინფორმაციაც რომ გამოითხოვა რა იქაც პრობლემების წინაშე იდგებით, როდესაც სასამართლო რომელიც გარკვეულწილად მე თუ რომელიმე სახელმწიფო მწვერვალ ინფორმაცია არ მომაჭრდა, სასამართლოს უნდა უჩვენო, მაგრამ როდესაც გაზეთ ბათუმელებს ჰქონდა პრობლემა რომ მოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია ქალაქ ბათუმის, ხობელეთის და თბილისის სასამართლოსადმი რა იდენტური პასუხები მოვიდა, ძიმეებიც კი შეცდომით იყო დასული, უბრალოდ სათაური იქონდა ანუ ქალაქ თბილისის სასამართლო, ხობელეთის სასამართლო, შეუვაჩაურეს ბათუმი და პასუხი იყო ორიგინალური რატო განაცხადეს არ ყავდა სასამართლოში თავისუფალი თანამშრომელი, რომელიც საჯარო ინფორმაციას გასცემდა. ანუ აი ამ დონეზე რომ დავედით უკვე ეს ნიშნავს რომ ქვეყანაში არის პრობლემა. არ ვიცი მე თქვენ მომხსენებლებს მე ახლა ზოგადად ყველაფერზე ვაპარაკე, უფრო ალბათ დაჭირვებით მოგვახსენებოდი. Ana Cordaia, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი, არტემი გიორგაცევაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტის სამსახურის უპროფესიონალი. ანუ სადამინი მოსაც პროვოკაციად ვართ არასამთავრობო სექტორიდან უწევთ სასამართლო პროცესებზე სიარული და საზოგადოების ინტერესების დაცვა.
მოგესალმებით, დიდი მადლობა ყველას მოგზაურობისათვის, დიდი მადლობა ასლანს, ძალიან საინტერესოდ დაიწყო ეს დისკუსია და მეც ალბათ უფრო გირგვლიანისებით დავიწყებდი ამ საკითხს, გახსოვთ ალბათ ესე მოხდა დაახლოებით 4 წლის წინ. და ზუსტად პროცესები, სასამართლო პროცესები დაიხურა ამ საქმის შემდეგ. ეხლა რატო უსვამ ამას ხაზს? თქვენ ალბათ იცით, რომ გირგვლიანის საქმეზე უკვე დადგა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება და ევროპის სასამართლომ ესეთი განმარტება გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით და ძალიან სრულიად ამ სასამართლო გადაწყვეტილებას უფრო მეტი რეზონანსი მიეცა ჩვენს ქვეყანაში. ევროპის სასამართლომ თქვა ესეთი რაღაც თავის გადაწყვეტილებაში, რომ გასაოცარია აღმასრულებელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, საახსოვნებო სამსახური, სასამართლო და საქართველოს პრეზიდენტიც კი როგორ ერთობლივად მოლაპარაკებით საქმიანობდნენ მუშაობდნენ იმაზე, რომ არ დამდგარიყო ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება. ანუ ფაქტობრივად ევროპის სასამართლო თქვა ესეთი რაღაც, რომ ყველა აკეთებდა იმას, რომ ეს გამოძიება არ ჩატარებულიყო ობიექტურად და არ დამდგარიყო სათანადო განაჩენი ამ საქმესთან დაკავშირებით და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ამის იყო რა თქმა უნდა სასამართლო. და ეს არ არის ჩვენი შეფასება, რა თქმა უნდა, გაცილებით მაღალი დონის შეფასებაა ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემის. ეხლა რატო გავანახულა ამაზე ყურადღება? ის რომ როცა დაიწყო ეს პროცესი და გამოძიება, ასწავლე თქვა, რომ ზუსტად მაშინ დაიხურა ეს პროცესი. და დღეს უკვე, როდესაც დაიწყო ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, ამ წლის განმავლობაში ჩვენ ვერაფერს ვერ ვახერხებდით. ვერ ვახერხებდით, რომ მოგვიხდინა ამ სასამართლოში ვიდეო ჩაწერა, ან აუდიო ჩაწერა თუნდაც. და ეს პროცესი მძიმედ მიმდინარეობდა ძალიან. და დღეს უკვე საქართველოს ახალგაზრდათა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭირვალეობა საქართველოს შეიმუშავეს ინიციატივა, რომელთაც ვითხოვთ ამ მეტი შესაძლებლობების არსებობას სასამართლოს გამჭირვალეობის თვალსაზრისით, მაგრამ დღეს უკვე ხელისუფლება მოდის ამ მოლაპარაკებებზე. მართალია ეს მძიმედ მიმდინარე პროცესია, ისინი ბევრ რამეში გვეთანხმებიან, ბევრ რამეში არ გვეთანხმებიან, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ მოდის. მაგრამ საქმე ის არის, რომ 4 წლის განმავლობაში უკვე წარსული რომელიც ასე წავიდა, ეგ უკვე დახურული გარჩა და ეგ ასე ვთქვათ, ჩვენი სერიოზული დანაკლისია. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად მეუბნებოდით, ვაკეთებდით განმარტებებს. მაგალითად, კანონში წერია ესეთი რაღაც, რომ ვიდეო გადაღება შესაძლებელია სასამართლოს მიერ, ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირის. ანუ აკრძალულია, მაგრამ სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ვინ შეიძლება იყოს, ეს არ წერია. და არაერთხელ მაგალითად გაზეთ ბათუმელებმა დაადანის შემდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ მცალი უფლებამოსილ პირად რომ მე გადავიღო ეს პროცესი, მაგრამ არ დააკმაყოფილეს. როდესაც ვლაპარაკობთ აუდიო ჩაწერაზე და ვაყენებით შემდგომლობას, რომ აუდიო ჩაწერის ნებართვა მოგვეწით და იქ პირიქით არის აუდიო ჩაწერა დაშვებულია, მაგრამ უარის შემთხვევაში გასაგუთებული გადაწყვეტილება უნდა გიხდეს სასამართლომ. პირიქით სასამართლო როცა ჩვენ ვაყენებით ვთხოვდა, რომ თქვენ დაგვისაბუთეთ რომ ჩაწეროთ და მე ის არასაკუთრებო გადაწყვეტილება. ამ რეალობის წინაშე ვიქნები მეკეს, მაგალითად 2 კვირის წინ ზუგდიდელი ჟურნალისტი და ამერიკა ბადა ლაგურანი ნებაც მეთქვა, რომ მე პროცესებს ვარ ხელით ვაკეთებ ჩაგაწერს და სასამართლო მიკრძალოს ჩამოწერის გაკეთებას, იმიტომ რომ სტენოგრაფირება აკრძალულია თურმე კანონით. სულ აბსოლუტური განმარტებები იყო ამდენი წლის განმავლობაში. როდესაც ეს ინიციატივა დავაყენეთ, ჩვენ შევხვდით იუსტიციის საბჭოს წარმომადგენლებს, რატომაც გამგვიმატეს, რომ კანონში ეს ამის ნიშნავს. ჩვენ ვთქვათ, კი, ჩვენც ესე გამოვაკეთეთ კანონს, მაგრამ თქვენი მოსამართლეები აბსოლუტურად სხვანაირად გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენც ზუსტად ისე ვკითხულობთ ამ კანონს, როგორც დღეს თქვენ ვთქვათ, ჩვენ შევხვდებით წარმომადგენლები იუსტიციის საბჭოში. და მათ ძალიან გაუკვირდეთ და აღიარეს, რომ ზოგიერთი სამწუხაროდ ზოგიერთი მოსამართლე არის სწორად განმარტავს კანონს. მაგრამ არ ვიცი, მე ვერ გავაკეთებ ამ შეფასებას როგორც იურისტი არ მოცემ თავს უფლებას კითხვების გარეშე ვისაუბრო, მაგრამ ის პასუხი, ოფიციალური პასუხი, რაც ასლანმა ახსენა, რომელიც წლების განმავლობაში და არათუ ჩამოთვლი აბსოლუტურად ყველა რაიონის სასამართლოს, რომ იმართოთ განცხადებით და მოითხოვოთ ინფორმაცია, მონა როგორი პასუხი.
მოდის პასუხი შემდეგი შინაარსის, რომ მართლმსაჯულებას ახორციელებს თურმე სასამართლო, მისი პირველადი ფუნქცია არის მართლმსაჯულების განხორციელება, და შემდეგ არის ინფორმაციის თავისუფლება და ამიტომ რადგან ინფორმაციას რომელსაც ვითხოვთ, სჭირდება ძალიან სერიოზული დამუშავება და ამას სჭირდება სამუშაო დრო და სამუშაო სხვა ტიპის რესურსი, ისინი ამბობენ, ჩვენ უპირატესობას მართლმსაჯულებას ვანიჭებთ და შესაბამისად თქვენ მოთხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთ. ანუ რა მდგომარეობაში ჩაგვამდით ჩვენ სასამართლომ, ვითხოვ რომ დააყენა სასწორზე მართლმსაჯულების ინტერესი და გამჭვირვალების ინტერესი, თქვა რომ მე რაღაც მართლმსაჯულების ორგანო ვარ, უპირატესობას ვუჭერთ მართლმსაჯულებას და ნაკლებ მნიშვნელოვანი ჩემთვის ინფორმაციის თავისუფლება. დღეს უკვე სასამართლო აღიარებს, რომ სასამართლო და იუსტიციის საბჭო აღიარებს იმას, რომ ეს არ იყოს სწორი პასუხი. მაგრამ მხოლოდ ეს აღიარება ჩვენთვის მემკვიდრეობა საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ამდენი წლის განმავლობაში ეს ერთი და იგივე პასუხი იყო და ჩვენი უფლება ინფორმაციის თავისუფლებაზე არ იყო, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილი. ჩვენი ინიციატივა რომ წარმოადგინეთ, აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რითაც ვთქვით, რომ დავასაბუთოთ, რომ გამჭვირვალება მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარეობს. იმიტომ რომ ზუსტად გიგლანის პროცესმა აჩვენა ის, რომ სხდომების დახურვა მოხდა იმიტომ, რომ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა შეიძლება არ უნდადეს სასამართლოს. და ეს არ არის ჩვენი მოგონილი. ეს იურიდიულ დოკუმენტში ევროპის დონეზე აღიარებულ დოკუმენტში წერია. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასამართლოს გამჭვირვალობა სასამართლოს ავტორიტეტს და მართლმსაჯულების ავტორიტეტის, ასე ვთქვათ, დაცვას შეუწყობს და აამაღლებს ნებისმიერ შემთხვევაში მის ავტორიტეტს. ერთ-ერთი არგუმენტი, რომ მათაც აქვს, რა თქმა უნდა, სასამართლოს წარმომადგენლებს არგუმენტები, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ისინი არ ამბობიან მედიას, იმიტომ რომ მათი ერთ-ერთი არგუმენტი არის ის, რომ მედია არის სენსაციაზე ორიენტირებული, მედია შეიძლება არაობიექტურია და ასე შემდეგ. თუმცა ამასაც არსებობს არგუმენტი გამჭვირვალების სასარგებლოდ, იმიტომ რომ ნებისმიერ ქვეყანაში და მსოფლიოში აღიარებული პასუხისმგებელი მედია ობიექტურ ინფორმაციას გადასცემს და დამთავრდეს, როცა მართლაც მხოლოდ სენსაციებზე იყო აგებული. და მედიის წარმომადგენლების პოზიციას გამჭვირვალებასთან დაკავშირებით არის ის, რომ ჩვენ მოვიდეთ როგორც პასუხისმგებელი მედია და მოგვეცით საშუალება, რომ გავაშუქოთ და გადავიღოთ ეს ყველაფერი და ეს თუ პასუხისმგებელი მედია გააშუქებს ამას ობიექტურად, ეს მხოლოდ და მხოლოდ ასწევს მართლმსაჯულების ავტორიტეტს საზოგადოების თვალში და გაცილებით მაღალი იქნება საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების მიმართ. შესაბამისად, ეს ყველაფერი ჩვენ მოვაქცეთ, ჩვენ მინდა რომ გითხრათ რა აკეთებს ჩვენი ორგანიზაცია და საერთოდ არასამთავრობო სექტორი აღმართულებით და ჩვენ მოვაქცეთ ერთ, ასე ვთქვათ, ინიციატივაში, რომელიც ითვალისწინებს ესეთ რამეს, რომ სასამართლო მართალია ვითვალისწინებს პროცესის მონაწილეთა ინტერესებს და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი რამ უდავოა, სასამართლო პროცესი არის ღია, ნებისმიერ დროს შეუძლია დააისწროს ამ პროცესს, შესაბამისად არ არსებობს ძალიან იმაზე უფრო მყარი არგუმენტები დასაიდუმლოების სასარგებლოდ და იმის სასარგებლოდ, რომ არ იყოს ეს გაშუქებული მედიის მიმართ ვიდეო თვითონ გამჭვირვალება პროცესის ხდომის და დასწრების უფლება. ამიტომ ჩვენ ხავსობთ ესეთ რაღაცას, ანუ არგუმენტი არის ის, რომ მოდიან კამერები, ხელსუშლია და ასე შემდეგ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამჭვირვალების უზრუნველყოფა შესაძლებელია, თუნდაც ერთი კამერის არსებობით, თუმცა ეს უნდა მოგვცენ. მე შესაბამისად ყველაფერი თავარია, რომ ჩვენი პოზიცია თავარია, რომ იყოს ნება იმისი, რომ მართლმსაჯულება გახდეს ღია. და თუ ეს ნება იქნება, მე პროცედურულად ამ საკითხების დარეგულირებაში ნამდვილად ვერ ვხედავ პრობლემას. ამაზე ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკება. თუმცა ჯერჯერ მართალია დღეს ხელისუფლება ჩვენ გვეუბნება, რომ კი რაღაცებში ჩვენ მართალობთ, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტულად არ გვეუბნებიან, ასე შეიძლება წამოვიდან. ძალიან ძიმედ მოდიან ვიდეო გადაღებისთვის პროცესების გახსნაზე და ამის ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი მათი მხრიდან არის ის, რომ თქო მოწმე შეიძლება დაიძაბოს, როდესაც კამერა არის და მოწმე არ იყოს გულწრფელი კამერის წინაშე. თუმცა ამის კონტრარგუმენტიც გვაქვს, ადამიანი რომელიც მიდის სასამართლოში
იმას გააზრებული აქვს, რომ ის რაღაც მნიშვნელოვან საჯარო ფუნქციას ასრულებს. ის ხელს უწყობს მართლმსაჯულების აღსრულებას ქვეყანაში და ის მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობს და ის მზად უნდა იყოს ამ მნიშვნელოვანი პროცესისთვის და შესაბამისად მისი ასე ვთქვათ გამჭვირვალებისთვის. თუმცა არის კიდევ სხვა საკითხები, რომელზეც შეგვიძლია ვიჯეროთ, მაგალითად არასრულწლოვანი ინტერესები, რომელიც შეიძლება დაცული იყოს და შესაძლოა პროცესი სრულად არ გაიხუროს, მაგრამ ძალიან გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პროცესები და იმისათვის, რომ ეს პროცესი უფრო სრულყოფილი იყოს, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ თქვენ თვითონ შესაძლებლად საინტერესო იქნება, როგორ ხედავთ ამ პროცესს, რადგან ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას და კიდევ განვაგრძელებთ მუშაობას იუსტიციის საბჭოსთან და სასამართლოსთან ამ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი არგუმენტებიც, რომ თქვათ ეს გაითვალისწინოთ ჩვენი დიალოგის დროს. ხალხი გია თუ დამატებს მე ერთი რაღაც გამიჩნდა აზრი ახლა გამონარო საუბრობდა რომ ჟურნალისტები ხელს შეუშლიან პროცესს მე არ ამბობი ახლა კამერის დადგმით ჟურნალისტი კითხავს დასმას დაიწყებს იქა პროცესი არა კომენტარების ჩამოშლება რა იმიტომ ახლა თუ ადვოკატი აიძაბება და პროკურორი მოწმენად უნდა დაიგზავნოს როდესაც პასუხისმგებლობის საკითხი დგება და შესაბამისად თუ მან ამ საზოგადოებრივ ვალდებულებაცაა რომ მოწმეთ ხარ შესაბამისად ჩვენ ბულვარის პროცესზე ვახსენებთ რა ახლა პირველად დავინახეთ ის მოწმეები რომელიც უნდა ყოფილიყვნენ მაგრამ შემდეგ თქვა მათ არ გააკეთეს კომენტარი მაგრამ მათ მაგალითად ჩვენ დავაკეთეთ კომენტარი შესაბამისად ავხსენეთ მათი პოზიცია ალბათ ადვოკატების პოზიციებით საინტერესო იქნება იმ რამდენად თქვა ეს არის ხელს შეგიშლით თუ ხელს შეუწყობს იმიტომ რომ მესმის თქვა ხშირად უსმენ ირაკლის არა რომელიც გამოდის 25-ის ეთერით არა ირაკლის აქ რამდენიმე გარემოა პირველი ახლა ირაკლი არის ადვოკატი თავისი კლიენტის დაინტერესებული და დაიცვას და ბოლომდე ვერ იქნება ვერ მიყვება ყველაფერს არა კიცებულებას ბოლომდე ვერ გაწეს არა ირაკლი ხშირად არის პროცესები რომელზეც ხილობლენ საერთოდ თქვა იგივე განსაჯელის ფრიდან და ანუ ამ შემთხვევაში მე მგონი უფრო პრობლემას უქმნიან ამ საზოგადოებას ერთად და მიღებული ადვოკატებს იმიტომ ადვოკატების თქვა ინტერესებში შედის რაც მეფის საზოგადო რაც მეფის ინფორმირებული დინდა ავიღოთ ბოლო პროცესები რომელიც აჭარის ტელევიზიას ეხება რა ერთი მხარე არის მედია ფაქტობრივად სასამართლო პროცესის მთელი ანუ პროკურატურის მთელი ფილოსოფია აიღო რომ მედიის საქმიანობას პონის შეუშალოს მაგრამ რეალურად იქ რა ხდება ჩვენ არ ვიცით ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ირაკლის კომენტარებს უნდა დავჯერდეთ და კიდევ ჩემ უნდა ვთქვა რომ მე მგონი ირაკლის სუბიექტური იქნება და ყოველთვის მისი კლიენტის ინტერესებს უფრო გაიზიარებს ვიდრე ჩვენ დღეს საქმე მოდით კონკრეტული წინადადებებით სამწუხაროდ არ გვაქვს რომ ყველას მიბაწოდოთ და ჩვენ წინადადები ასეთია ცვლილება შევიდა საქართველოს ორგანული კანონის საკუთრების საკანონის 13 ლუქსი სადაც პირდაპირ აკრძალვა ფოტო კინო ვიდეო გადატრანსლაციის აკრძალვა აქვს ჩვენ თვლით და თუნდაც საზოგადოებას უნდა დაშვებული ოღონდ სასამართლოს მოსაწყვეტი უფლებების მიერ მიუხედავად იმისა რომ დღეს კანონში აკრძალვა მაგრამ მაინც უშვებს რაღაც სასამართლო უფლებების პირს შეუძლია ამ სიმბოლიზმის უფლებების პირს სასამართლო ყოველდღიური პრაქტიკით ამბობს რომ უფლებების პირი არ არის მხოლოდ სასამართლო ამ ეს არის ნახინჯი პრაქტიკა ჩვენ მხოლოდ ორი ცვლილება ამ კანონში რაც შეეხება ვიდეო ფოტო გადაღებას სცენოგრაფირებას ძალიან უცვლელობა იქნება აკრძალოს ცვლით დაშვებით და შემდეგ ვთქვით რომ ეს ასე იყოს და შემდეგი რაც არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესო საბჭომ განსაზღვროს წესი თუ როგორ უნდა მოხდეს მისი ჩაწერა მისი ამ წესის განხორციელება და უფრო განმარტებული იყოს დღეს არის ბუტაფორიული ხომ არანაირი წესი რამდენიმე არსად ისე ქალბატონმა თამამად არის საუბარი იმაზე რომ ახალგაზრდა ასოციაციის გამოთხოვილი აქვს რამოდენიმე სასამართლოდან საუბარი რუსეთის სასამართლოზე ინფორმაცია თუ ვინ ახორციელებს ამ ჩანაწერის განხორციელებას და საუბარია მხოლოდ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში სხვაგან მიუხედავად იმისა რომ აქვს ტექნიკური საშუალება მათი წერა არ ხდება და მეორე პრობლემა რაც არის ჩაწერის მოწოდების საჯაროების პრინციპი არ არსებობს ანუ შეიძლება სამართლო ჩაწეროს მაგრამ ის მაინც რჩება საიდუმლო ინფორმაციად მათთვის ან მას მოქალაქეს შეუძლებელი მოტივებს არ აწვდიან საინტერესო იქნება თამუნა აწვდიან თუ რა მხარეებს ამ ჩანაწერს და პრაქტიკაში ყოფილა რომ მიეწოდებიან კანონში რომ ბათუმში აღნიშნული არ ხდებოდა არც იწერენ ამს ჩვენ არ მოგვითხოვია და არც შესაძლოა არც მოეწოდებიათ
ასევე პრობლემა შეიძლება ამის დაშვების შემდეგ მნიშვნელოვანი იქნება მედია ორგანიზაცია რომელსაც ამას ჩაიწერს ვალდებულება იმისა რომ მიაწოდოს სხვა მედია ორგანიზაციას აქ მე ვფიქრობ რომ ჩადებულია ორი მომენტი რომ სასამართლო არ გადააკეთოს რომ ყველა მედია ორგანიზაციამ არ მოხდეს ეს ჩანაწერი და ასობით მედია ორგანიზაციები ბედეთ სასამართლო ამიტომ ის მედია ორგანიზაცია რომელიც განახორციელებს მის ჩაწერას ვალდებული იქნება მიაწოდოს მას ეს ვალდებულება უნდა გასაცნოს კომუნიკაციური კომისია კომისია შეგიძლია ეს მედია ორგანიზაცია უნდა შეიცვალოს ეს ამის ორგანიზაციის ზინაიდან მე სად გარანტია თქვა მე სამგლობ არამროგორც იურისტია ხო სადმა გარანტია რომ ის მედია ორგანიზაცია მომაწოდებს სრულყოფილ ჩანაწერს ანუ არ იქნება ეს დამონტაჟებული და ესის შემდეგ ანუ თუ ჩვენ წავედით კანონი კარგია თუ დღესაც კანონში არსებობს და სტატისტიკურად ჯერ საქართველოში 4 პროგრამაში მე რასაც ვათვალიერებდი ჯერ არ მიუწევია ნებართვა სასამართლოზე მომხდარიყო აუდიო ჩანაწერი ვიდეო ჩანაწერი საერთოდ მეტია ვაპარაკობ ამიტომ მე თქვა ვარ მაყურებელი და სხვა მედიის წარმომადგენელი და თქვა მიანიჭეს იმ მედია საშუალებას რომელიც ძალიან გვიყვარს ახლა ჩალენჯი სადღაც მის გარანტია რომ ანუ როგორ მოხდება ამის გარეგულება ძალიან საინტერესოა უბრალოდ შევაწყვეტი მედიას დაახლოება თამამუშავა მაგრამ პრაგმატიზმის ესაკითხი ეს უხოთ ანუ ეს გავითვალისწინეთ რა თქმა უნდა ჩვენ ეს საკითხი და ჩვენ სხვა ტიპი ანუ ჩვენ თავაზობთ ესეთ რამეს რომ მინიმუმ 2 კამერა იყოს შესაძლებელი რომ დაშვებული იქნას რიგითობა იქნება მსგავსი ანუ რიგითობა იქნება ვინც შეეწერება ინტერესის მიხედვით შეიძლება იყოს პროცესი რომელსაც მედიას უბრალოდ არ უნდა მისვლა და პირველი ორი ვინც შეეწერება და მე ისინი გადაიღებენ და ისინი იქნება ვალდებული ხელის მერე ჩაწერილი ჩანაწერის ასლი დატოვონ სასამართლოში როგორც საჯარო ინფორმაცია და მე შესაბამისად ყველა მედია საშუალებას იქნება მისი გამოთხოვის შესაძლებლობა. ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს მექანიზმი ყველაზე ეფექტურიც იქნება და ეფექტიანიც, იმიტომ რომ არანაირად არ შეიძლება განსაზღვროს ვიღაც სავალდებულოდ რომ მონაწილეობდეს სასამართლოში. ამას ვერავის ვერ დაუდგენ და შესაბამისად, როდესაც არსებობს ინტერესი, კეთილინებას მედია საშუალებამაც და გაიჭიროს ეს თადარიგი. მე იქ არის პროცედურებში გაწერილი, თქვათ თუ რომელიმე არ გამოცხადდა, ასე თქვათ სათადარიგო, ვინც არის იმას რომ შეატყობინოს სასამართლომ მე იმას მიეცეს შესაძლებლობა და ასე შემდეგ. ანუ მაქსიმალურად ეს წესი ჩვენ ვეცადეთ რომ ამ წესში ყველა ეს მსგავსი ტიპის ასე ვთქვათ ღონისძიება გაგვეთვალისწინებთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან რთულია როდესაც მუშაობ რაღაც წესის დარეგულირებაზე და ყოველთვის თუ რაღაცის ეშმაკობას ნუ აქეთ სასამართლოს სურვილზე რომ რაც შეიძლება არ ჩაგაწერნოს და აქედან ასე ვთქვათ მედიაზე რომელსაც შეიძლება უბრალოდ გაუშვას ერთი ადამიანი აქვს ამის შესაძლებლობა მიიღავდეს სასამართლოში და შესაბამისად მე ეს ჩანაწერები ყოველთვის კომისარმა არ იყოს. როდესაც ამ მიმართულებით ვფიქრობ, სრულყოფილი ნორმის შემოყალიბება ნამდვილად ძალიან რთულია, იმიტომ რომ თუ სამართალში რაღაც ზოგად პრინციპს არ ვემორჩილებთ, ის არ არის მხატვრული ლიტერატურა, რომ ჩვენ ფართო განმარტებები ვუწევთ. რაღაც პრინციპს უნდა შეესაბამებოდეს ნებისმიერი სხვა კანონის განმარტება. თუ ამას არ ვითვალისწინებთ არასოდეს, კანონი ყოველთვის შეიძლება იყოს არასამართლიანი და წესი შეიძლება ყოველთვის დაერგოს ვიღაცის საწინააღმდეგოდ. ამიტომაც ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ყველაზე საუკეთესო საშუალება იქნება მინიმუმ 2 კამერა და ის ვინც პირველი ჩაეწერებოდა მისთვის მაგალითად რა ვიცი. მაგალითად შეიძლება იყოს ნებისმიერი პროცესი 26 მაისის მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით პროცესი, ვისაც აინტერესებს კეთილინებას და პირველი ჩაეწეროს. იქ ვადებიც არის განსაზღვრული, როდის შეიძლება ეს გააკეთო და თუ ვერ გამოცხადდება რა უნდა გააკეთოს სასამართლომ და ასე შემდეგ. მაგრამ რაზე მინდოდა მე ყურადღება გამომახვილებინა და რასაც ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტია ამ შემთხვევაში. მოგიხსენებათ, რომ ეს უფრო კი არის დაფიქსირებული და დღეს მაგალითად აუდიო ჩაწერა სხონაზე რომ მოგიხართ, სხონის თლიანი აუდიო ჩაწერა ხდება. მაგრამ ეს არ არის საჯარო ინფორმაცია, ეს არის საპროცესო დოკუმენტი, რომელიც შეიძლება ხარებს მიეცეს. მაგრამ მე მინდა მესამე პირი მოითხოვა, არ მომცემენ, იმიტომ რომ ეს ამის თვლიან რომ ეს არ არის საჯარო ინფორმაცია. ნუ პრინციპში ეს არისია საპროცესო კანონმდებლობითაც. და ეს ვერ ჩაითვლება იმ საჯაროების უზრუნველყოფად, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ. შეიძლება
საპროცესო დოკუმენტი უფრო სრულყოფილი იყოს, ვიდრე ხელით ჩაწერილი სხდომის ოქმი, მაგრამ ის რაზეც შესაუბრებთ, ეს არ არის. და ამას ძალიან კარგად აცნობიერებს თვითონ სასამართლოში ვინც მუშაობს ის ხალხი. უბრალოდ მნიშვნელოვანია აქ ის, რომ ნებისმიერ ადამიანს ყოველგვარი თანხმობის გარეშე და წინასწარ ნებართვის გარეშე მიეცეს აუდიო ჩაწერის უფლება. და აქ უკვე გავრცელების აუცილებლობა და დატოვების აუცილებლობაც არ არსებობს, იმიტომ რომ აუდიო ჩაწერა უნდა იყოს გაცილებით ფართო. ამასაც აქვს თავისი არგუმენტები, იმიტომ რომ ხმა სხვა არის და ვიზუალურად როდესაც ადამიანს იქ უფრო მეტი იდენტიფიცირება ხდება ადამიანების. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრინციპული საკითხია ის, რომ სასამართლოს სხდომა არის ღია და სასამართლოს სხდომაზე მისული ადამიანი უნდა აცნობიერდეს იმ პასუხისმგებლობას თუ რატომ არის იქ. მაგრამ დღეს ალბათ იცით მიმდინარეობს პროცესი ნაფიც საჯულთა მონაწილეობით და ნაფიც საჯულთა ვინაობა არის მკაცრად გასაიდუმლოებული. ამიტომაც ესეთი ხისტი მიდგომა ალბათ თქვათ ამ შემთხვევაში არ გამოდგება და ნაფიც საჯულების იდენტიფიცირება მე ვფიქრობ რომ არ იქნება ბოლომდე მიზანშეწონილი, იმიტომ რომ ამ ადამიანების უსაფრთხოება ალბათ არის მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ინსტიტუტი ახლა იწყებს ჩვენ ქვეყანაში მოქმედებას და ძალიან რთული ხდება საქართველოში ნაფიც საჯაროების შერჩევა. თუნდაც იმიტომ რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და სერიოზულად ადამიანები შეიძლება არ დათანხმდნენ ესეთი მსგავსი ტიპის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების საჯარო მიღებაზე. მაგრამ ამაზე პროცესი დახურებად მიმდინარეობს. მე თუ დავასწავლე და ვიღაცა ვიცამი და გამოვიდა ქუჩაში განაცხადა მისი სახელი გვარი. ანუ ამით მათი უსაფრთხოება როგორ აუძინებთ? მე ამ პროცესს არ დავსწრებია, მაგრამ მე ვიცი ყველა გაფრთხილდა რომ აფიცი საჯაროების ვინაობა არ უნდა გააფრთხილო. მე ახლა საჯაროდ არ ვიყურებ, მაგრამ არა, საჯარო გაფრთხილება შეიძლება მოხდეს. ბაგნოთე ძალიან ცოტა მიკროფონის გარეშე და ხმა თქვენი იმერი მონდომათისთვის მორად ჩანაწერს. არა, მე ზოგადად ფრაზას ვამბობ, მესმის რასაც თანამასაუბრობდა როგორც იურისტი, მაგრამ ახლა ბატონოთოს დავეთანხმე 250 კაციდან ვიღაც გამოვა და გაავრცელებს. არა, გაავრცელებს ინფორმაციას, რომ იქ ნახე ჩემი თქვა რა ვიცი, სიძის ვიღაცა, ხო? ანუ ამით რატო უსაფრთხოება ბოლომდე იქნება უზრუნველყოფილი. რომ სხვა წერია ხელი საიდან გაიგები თქვა, პირველი ვინ თქვა, გაიგე? აბსოლუტურად ლეგიტიმური შეკითხვა, იმიტომ რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა სხვა მეთოდებითაც უნდა მოხდეს და ამაზე სხვა ტიპის ღონისძიებები უნდა გატარდეს ალბათ ხელისუფლების მიერ. ვიდეო მხოლოდ ვარიანტი კოთავით ანტევარდაც ეცერი არ შეფაში როგორც ჟურნალისტი საუბრობს იმას. შესაბამისად, არის ლეგიტიმური შეკითხვა და მეც არ მაქვს ამაზე მყარი პასუხი, როგორც გამჭვირვალობის მომხრე ადამიანს. მაგრამ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილებაა მიღებული. ამ ეტაპზე გადაწყვეტილებაა მიღებული მასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ჩვენ ეს ინიციატივა ეთვალისწინებს საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით სიახლეებს და თქვათ ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე, სისხლის სამართლის საქმეებზე ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა მასალა უნდა დამთავრებულ საქმეებზე იყოს ღია სახელობით გვარებით და ასე შემდეგ. თუმცა დღეს სასამართლო სისტემაში იყო ბაზა, რომელიც ღია ყოველთვის, მაგრამ სახელმწიფო გვარები არ იქნება იდენტიფიცირებული და ადმინისტრაციული ორგანოსთან არსებული დავების დროს თქვენ ვერ გაიგებთ, მაგალითად თამარ-კორძაია ედავა ამას თუ ღია ქართულზე ადმინისტრაციული ორგანოს, თქვენ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანო იქნება ღია. თუმცა ჩვენ პოზიციაც აქ ის არის, რომ როცა ადმინისტრაციული ორგანოების მხარე საჯარო ინტერესი გაცილებით უფრო მაღალია და ფიზიკური პირის ინტერესთან შედარებით. განსხვავებით თქვენ საოჯახო ტიპის დავებს, სადაც თქვათ შეიძლება დამსახურებული გამოიწეროს ადმინისტრაციული წესები და თქვათ სიღატაკის ვარს მიღმა მყოფი პირების ინტერესებს ეხილავდა სასამართლო. ეს მართლაც აქ შეიძლება ყველა საკითხთან დაკავშირებით შეიძლება დისკუსია და არგუმენტების მოყვანა, მაგრამ თავი ის არის, რომ შეიცვალოს პრინციპი. ყველაფერი დახურულია და მე ვაღებთ, თუ ყველაფერი ღიაა და გამონაკლისებს ხურებ. დღეს სიტუაცია არის არეული და პრაქტიკა კიდე ცალსახად ისეთი, რომ ყველაფერი დახურულია აბსოლუტურად, იმიტომ რომ გვაქვს მაგალითები, მაგალითად სტუდია მონიტორი ითხოვდა სასამართლო საქმის მასალებს და მას არაფერი არ მისცეს და უზენაესი სასამართლოს დონემდე წავაგეთ ეს პროცესები. მაგრამ ვახტანგ გომახიძე ითხოვდა და იმას მისცეს ყველაფერი. ანუ არ არის ერთგვაროვანი გადაწყვეტილებები სასამართლოში ამასთან დაკავშირებით. თუმცა ის მე დიდი პროგრამები უკვე არაფერს არ გაძლევენ. ანუ ჩვენი პრაქტიკა იმას ადასტურებს, ზუსტად რომ პრინციპი დამკვიდრდა ყველაფერი დახურულია
გამონაკლისების გარდა, რაც უფრო საბჭოური სამართლის და საბჭოური მენტალიტეტის მაჩვენებელია, ვიდრე თანამედროვე სამყაროს მოთხოვნების, იმიტომ რომ ჩვენი კონსტიტუციაც და საერთოდ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია და ნებისმიერი საერთაშორისო აქტი ამბობს, რომ ყველაფერი ღიაა გამონაკლისების გარდა, იმიტომ რომ ღია საზოგადოებას ვაშენებთ ჩვენს ქვეყანაშიც და ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ და ვითხოვთ, რომ რეალობის პრეზუმპცია უნდა დავживდეს სასამართლო სისტემაში ისე ყველგანობით ყველა სფეროში. საჯარო პრინციპის საერთოდ გასაოცარია საჯარო ინფორმაციას არ გაწვდიან და გურმედან თავისუფალი თანამშრომელი ამყავს, შემდგომ უნდა ედაოს პარლამენტის იმ სასამართლოში მაინც ეგეთი პასუხი დაგწა რა. თუ რომელმაც უნდა გაიცას შენ ინტერესები. გია შენ შეგაწყვეტინე თუ ხეშარდა. რაც უნდა ვთქვა ჩვენ, ესე იგი ჩვენი წინადადებების მიზეზი გაწერილი გვაქვს, შეიძლება რაღაც ნაკლი აქვს, მაგრამ ვთქვით რომ ეს განსისტემებული იყოს, რაც შეეხება შევჩერდი იქ რომ თუ როგორ დაავალდებია მედია ორგანიზაციებს, რომ მან გააუცილოს ეს ინფორმაცია, ანუ გასცეს სხვა მედია ორგანიზაციებს. გამომდინარე იქიდან რომ მაუწყებლობის კომუნიკაციის კომისია როგორც მალებურებელი ამ სფეროში მიიღებს გადაწყვეტილების სახით დაამტკიცებს ეს, რომ ნებისმიერ მედია ორგანიზაცია, რომელიც განახორციელებს ჩაწერას, მას ვალდებულება ექნება იმ სახით გადასცეს სხვა მედია ორგანიზაციას. ხოლო რაც შეეხება ყველაფერი საჯარო ვერ იქნება. ამიტომ საჯაროობის პრინციპთან მიმართებაში მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის წესის დაცვა. თუ მაგალითად რომელიღაც საქმე ზოგადად დახოვნილი უნდა იყოს, მაგრამ იქ საჯარო ინტერესი აღემატება კერძო ინტერესებს, 21 მარტის თემაზე არის კერძო ინტერესები, მაგრამ უფრო მეტი საჯარო ინტერესები აქვს. საუბარია მედია ორგანიზაციის, საუბარია ზოგადად რომ პოლიტიკური ერთეული აქვს ოფლის, თვითონ ამ საქმეში შეიძლება იყოს დახოვნილი მოქმედი კანონმდებლობით, მაგრამ ზოგადად საჯარო ინტერესი რადგანაც მაღალია, ჩვენი პროექტით მისი გახსნა შეიძლება. ამ მომენტში სასამართლოს ექნება დისკრეცია. სადაც საუბარი იქნება ინტერესების დაბალანსებაზე, სამართლო დისკრეცია მას გადაწყვეტავს, ჩვენ უნდა გადაწყვეტოს საჯარო ინტერესების სასარგებლოდ. ამ კერძო ინტერესების უბრალოდ უხდეთ თქვა. ხოლო რაც შეეხება სხვა მომენტებს, გარდა ორგანულ კანონში და მაუწყებლობაში მანერების სახები, გადაწყვეტილებაში ცვლილებისა, ასევე ითვალისწინებთ ამ თქვენი პროექტით ცვლილებას ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსში. ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსში ჟურნალისტები იქაც დავალდებოდნენ, რომ მათ გარსენ აღნიშნული ინფორმაცია, რაც მათ მოიგონებენ უცვლელად გადასცენ ნებისმიერ მომთხოვნ კერძო პირსაც სავარაუდოდ კერძო პირის ინფორმაცია რაც მოიგონა ჟურნალისტმა, საუბარი იქნება აუდიო ვიდეო ჩანაწერზე, ანუ აქედან გამომდინარე ეს ინფორმაცია იქნება ყველასთვის ღია და ყველა ადმინისტრაციას სასამართლოს მას შეუძლია სასამართლოდან გამოითხოვოს ინფორმაცია, თუ ვინ მიიღო ეს ინფორმაცია და იქიდან გაავრცელოს მან. ის მე თემაცა მედია ორგანიზაციებზე რომ საუბარი, ანუ მედია ორგანიზაცია საკუთარი სახსრებით შემდეგ ვალდებულია. არა, სახსრებს გაიგებს კოპირების გაკეთებას კომპონენტები. ვისაც უნდა ეს გაიგოს უსასრულოდ, მაგრამ ვისაც ჭირდება სერვისების გადაგასვლა და დაიგებს ეს ეთერი მოდისა და კომოსტი გააცნი. ანუ ჯერშენ გააცნობა შემდეგ სხვას მიცე ესე არ შეიძლება. არა, მოთხოვ დაუყოვნებლიდან მისცე. ჩინაწერიებს მოთხოვნის თანაა დაუყოვნებლი. რომ ერთი არგუმენტი კიდე მინდა დავამატო, რასაც ძირითადად ვეხმობთ და ჩვენ ვთვლით რომ მნიშვნელოვანია. რატომ არ შეიძლება სასამართლოს მიცეთ ფართო დისკრეცია გადაღების აკრძალვის და ასე შემდეგ. იმიტომ სამართალში არის ესეთი რაღაც, ანუ უნდა შეგეძლოს უფლების აღდგენა, ან ვიენს ანაზღაურება, როცა შენ უფლება დაიღო. ეხლა როდესაც სასამართლო მეურნეობარი ვიცით რა თქვენ აღებთ ჩვენდელობას რომ გინდათ ვიდეო ჩაწერა განახორციელოთ ან აუდიო ჩაწერა და სასამართლო გინდათ მოტივირებული და გინდათ არამოტივირებული გადაწყვეტილებით გქონდეს რომ არა იცით რომ ვერ ჩაიცეთ. და რა ხდება ამ დროს? დღეს არ არსებობს გასაჩივრების მექანიზმი, ჩვენ თავაზობთ გასაჩივრების მექანიზმს, მაგრამ თუნდაც გასაჩივრების მექანიზმის არსებობის შემთხვევაში თქვენ უფლებაში ვერ აღდგებით ვერასოდეს, იმიტომ რომ ის პროცესი ჩაუვლია და ვერ ჩაიწერთ იმას უკვე ვერასოდეს. და ამიტომ ვაპარაკობთ, რომ აი უფლებაში სრულყოფილი აღდგენა თუ არ არის შესაძლებელი თავის დროს მომავალში, როდესაც გასაჩივრები ვიღაც კანონი თუ კანონი უარს, ამიტომ რაც შეიძლება მინიმალური შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფო ნებისმიერ დროს, რომ გითხრან უარი ჩაწერა
ჩაწერაზე ან რაღაც უფლების განხორციელებაზე. და სამწუხაროდ ამ არგუმენტთან დაკავშირებით არც პასუხობენ და არც აქვთ ალბათ არც აქვთ პასუხი, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რა შეიძლება ჩვენ ძალიან ვერ ვიფიქრეთ, რა შეიძლება მოვითხოვოთ, როდესაც გვეთქვენ ვარს. არაფერი, ერთადერთი შეიძლება ვიღაცის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. და მოგეხსენებათ ახლა მოსამართლეს იმხელა იმუნიტეტი, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ესე მარტივი არ არის ნამდვილად. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს მსგავსი ტიპის პასუხისმგებლობებს, მაგრამ ეს ძალიან რთული ასამუშავებელი გახდება თავის დროზე და არის რისკი იმისიც, რომ ეს გახდეს მოსამართლეებზე ზემოქმედების, ვთქვათ ესეთი საფუძველიც ხშირ შემთხვევაში. თუმცა გამჭვირვალება ალბათ მოითხოვს ამ რისკს, მაგრამ ამ საკითხებზეც რა ვიცი, იქნება თქვენს მოგვაწოდოთ მოსაზრებები, როგორ შეიძლება პასუხი აგოს იმ ადამიანმა, ვინც ვარს იტყვის იმ აუდიო ჩაწერაზე ან ვიდეო ჩაწერაზე, იმიტომ რომ მართლა მოსამართლეებს ძალიან მაღალი იმუნიტეტი აქვს, რაც უნდა ჰქონდეთ აუცილებლად მათი დამოუკიდებლობის გარანტად. მე როგორც არაიურისტია, მაგალითად თუ დასაშვებია, რატო სჭირდება მებართვა შემდგომში? თუ დასაშვებია, თქვა ნეგოციაციური პროცესის გადაღება, რომელიც არ არის დასაშვებელიც, ხო? არა, ამის არის დადგენილი წესი. მაინც სჭირდება, როგორც მივავიგე ახლა, მაინც სჭირდება მოსამართლის განხილვა. ანუ დღესაც შეუძლია, თქვა, ნებისმიერ ჟურნალის შვამბილდეს და მოითხოვოს აუდიო ჩანაწერის გაკეთება. ხო, სულ პირველად ფურცელსაც დახარჯოთ და კალანსაც მაინც არ მოგწონე. ამ შემთხვევაში თუ პირდაპირ ჩაიწეროს კანონში, რომ ეს განსაშვებია, რომ მხოლოდ იქ განისაზღვროს კრიტერიუმი, რომ პირველი ორი ვინც გამოთქვამს სურვილს და ეკინებარება, რომ ყოველთვის პირველი ორი ეს იქნება ჩვენთვის საყვარელი მედია საშუალებები კიდევ ერთ წყალებში, იმიტომ აღმოჩნდება, რომ ის მესამე მედია საშუალება, რომელიც ობიექტურია, თქვა, ჩემი თვალსაზრისით ყოველთვის დაადიანებს, იმიტომ ამ შემთხვევაში ჩანაწერს მე არ ვაკეთებ და მოდი იყოს დასაშვები და ამ შემთხვევაში თუ არის პრობლემა და დახურული პროცესი ან სულ წელს ეხება რაღაცა, აი იმ ნაწილში უბრალოდ სასამართლო წინასწარ გამოაცხადოს მოსამართლე, რომ აი აქ არ დაიშვება. იმიტომ ის პრეცედენტები მაინც დაიწყება და უბრალოდ კიდევ 2 წელი გავა და ჩვენ მაინც ვერ გავაშუქებთ, ანუ ჩვენ რა მედია საშუალებელი ვერ გავაშუქებთ ინფორმაციას და ჩვენ ვერ ვიღებთ ობიექტური ინფორმაციას. გეთახობთ აბსოლუტურად. პირველი რაც მინდა ხაზი გაუსვა არის ის, რომ ჩვენი პოზიცია არის, რომ თუ სხდომა არის დახურული, აი იქ არ შეიძლება ჩაწეროს. სხვა შემთხვევაში უნდა შეიძლებოდეს მინიმუმ აუდიო ჩაწერა მაინც თუ ვიდეოზე არა, მაგრამ ჩვენ თვითონ თუ სხდომა ღია, უნდა შეიძლებოდეს მისი სხვადასხვა ფორმით ჩაწერა და ტრანსლაციას. ტრანსლაციასაც ივოლუსიებს პირდაპირ სხვათა შორის ეს ინიციატივა. მაგრამ მათი პოზიცია რომ ვთქვათ მარცეჯულებს, ანუ კონკრეტულ საქმეზე, კონკრეტულ სხდომაზე უნდა განახორციელოს მოსამართლე მარცეჯულება და უცებ შეიქმნა სიტუაცია, რომელიც სხდომის დახურვის საფუძველი არ არის და ამგვარი მაგალითად აღმოჩნდა მოძრა, რომელიც უბრალოდ აქვს კომპლექსი და კამერის წინაშე მოლაპარაკებს და მე არ ვიზიარებ ამას, მაგრამ მე ვარდები ვერ გაგიწევ. კომპლექსი რა აღმოჩნდა რელიგიები და ინფორმაცია და მეცნიერად ეს შეკითხვა სპარტიშოვის და ალბათ მე დავსვე ესეთი შეკითხვა, რამე წესით თუ რეგულირდება ის ვიდეო თვალი, რას იწერს, რამდენი ხანი ინახება და ხმასაც იწერს თუ არა და ამაზე პასუხი ვერ მივიღებ. ამაზე შეიძლება გამოცხადდეს რომ კომპლექსი და ვიდეო თვალი. შეიძლება მოწვევა ვერ გააკეთოს სათანადო ჩვენებად, რაც მარცეჯულების განხორციელება შეუძლოს ხაზს და ამ დროს მოსამართლეს უნდა გქონდეს მიზანშეწონილობა რაუნდი, ეს შესაძლებელია, რომ მან იმ წუთას შეაჩერებინოს აუდიო ჩაწერა იქნება თუ ვიდეო ჩაწერა. და მაგრამ ამაზე უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და მე ზუსტად მესმის თქვენს სკეპტიციზმი და მეც მაქვს ეს, იმიტომ რომ ხშირად იღებენ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს. როგორც წესი დაუსაბუთებელია მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება და მე უკვე როგორც უკვე ვთქვი, უფლების აღდგენის მექანიზმი არ არსებობს და ამიტომ მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ეს. მინიმუმ პრაქტიკულად ჩემი სუბიექტური პოზიციაა, რომ საერთოდ უნდა იყოს შეზღუდული თუ სასამართლოს სხდომა საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით არ დაიხურა გარკვეული დღესებიდან გამომდინარე. მაგათ შეიძლება გამოსავალს ზოგადად ჩემი აზრით თუ სასამართლო პროცესში დაადგინოს რომ უნდა დაიხუროს ხომა და ეს უნდა გავიგეს ან შეწყვეტოს მაუწყებლობა, უნდა გააგრძელოს ჩაწერა სასამართლომ, ქონდეს გასაჩივრების უფლება თუ წარმატებას მიაღწიოს მოგწის მისი ჩანაწერი სრულად. ეს იქნება კარგია, ხო. სასამართლო გააგრძელოს ხომა ჩაწერა ჩვენი შეწყვეტიდან და მოგწის ის
თუ წარმატებას მიიღოს აპელაციაში. სასამართლო მისამართებს რა თქმა უნდა მას შეუძლია გააგრძელოს უბრალოდ მე გავრცელებას შეზღუდავს. კარგი, ჩვენ ახლა ისე გამოგვიყვება სამი ადამიანი დავჭირდა და ერთმანეთთან გამათა. ერთმანეთში საუბრობ. შემდეგ უბრალოდ ბატონი ავთო ირაკლის არა თქვენ ძალიან უბრალოდ ადვოკატების პოზიციას მაინტერესებს იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს რამდენად შეუწყოთ მათ საქმიანობას ხელს ანუ რამდენად არ ვიცი გნება თქვათ ესე მარტივად გაუადვილებს თქვათ პროცესის წარმართვას ანუ როგორც ადვოკატს კარგი ესაუბრეთ რეგიტი მოქალაქე რომელიც ადვოკატია და ცივილისტი მაგრამ ჩვენ ქვეყანაში შეიძლება ნებისმიერ წამში დავჭირდეს ერთის და მეორეს მე ტექნიკურ ხალხს არ ვიცნობ შეიძლება საბედნიერო საუბედურეთ მაგრამ ხშირად არ მიწოია სამართლის დასრება ეს გამოდის რომ ის პროცესები რომელზეც დაშვებული იყო ჩაწერები ის აობიექტურია და შეიძლება ამიოქციოთ ყურადღება რომელიც მანამდე იყო სანამ კანონი გადავიდოდა ისინი რომელზეც არ არის კამერა დაბმული ის არის ობიექტური ტექნიკურად ამის გადაწყვეტა როგორი პრობლემა უნდა იყოს იმიტომ რომ მეგრელთა საუკეთესო ციფრული ტექნოლოგიის პირობებში დამონტაჟეს ორი თუ ან ერთი ამდენი იქნება საჭირო სტაციონარული კამერა გადაიღოთ კოპიოს გაკეთება ეს ელემენტარული საკითხია უფრო მაგალითად დაიხურება რომელიმე მომენტი ამის დროის მიხედვით შეიძლება იმაგინის ამოჭრა და ეს დაფიქსირებული იქნება ოფში და მიეცემა ყველა იმას არ იქნება სპეციალური კამერასთან მისაჯიროება სპეციალური კამერასთან მისაჯიროება შეიძლება დაერთოს დოკუმენტის მოითხოვს პიროვნება ციფრული კოპიის გაკეთება ეს არის რამდენიმე წუთის საკითხი გაიცემა ჩვეულებრივად და თუ გადასახდელი იქნება თანხმობით და სასამართლო შემოსავალი იქნება ეს ჩვეულებრივად ეს სურვილია ეს სტაციონარული ყველაზე თუ მაგალითად თანხმად ყოფნით და ბატონო ბორისოვანიშვილს თხოვან და ის გადაიხდეს მაგის კურს როგორც სასამართლო ობიექტური ამაზე იყო საუბარი ეცე ნებაზე საუბრობდით ამ თავარი ნება იყოს გამჭვირვალე არა თქვენ ესე ამბობთ რომ ორი კამერა დავდგათ და რომელიმე პირველიც არა მე ვარიანტს ვამბობ დაიდგა სტაციონარული ორი კამერა ერთი გამოყვა ეკრანის ტექნიკურად არც ეს არის პრობლემა რომ თქვა ცალკე მოსამართლეა და ცალკე დარბაზი და ისე ობიექტურობაზე რა თქვა და ის სტატისტიკური მონაცემები ხო გამსუთ რამდენი ადამიანი ეგობა სასამართლოს მას შემდეგ აი ამაღდა სტატისტიკა როდესაც გამჭვირვალობამ შეზღუდდა რაღაც უცნაური ქვეყანაში ცხოვრობ თუმცა დაიხურა სასამართლო პროცესები და ნდობა სასამართლოს მიმართ ამაღდა თუ არ ვიცით რა ხდება სასამართლოში კარგი თუ დაასრულეთ ბატონ ავთო შემდეგ ირაკლი და ქალბატონ მარინას მოგესალმებით ბატონებო მეც საზოსი არ იყოს მეგისი მოქალაქე ვარ არა ვარ იურისტი მაგრამ ცოტა პოლიტიზირებული მოქალაქე ვარ და ძალიან მაინტერესებს ეს საკითხები და პირადად მე ვთქვი რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ეს ჩემი პირადი აზრია ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს პირველ რიგში სამართლიანი და ამის მერე უნდა იყოს კანონიერი ჩემთვის სამართლიანობა პროცედურა ვიდრე კანონიერება ვფიქრობ რომ უნდა არსებობდეს ისეთი სამართლიანობა და ისეთი კანონიერება რომ ქართული სასამართლო შეიძლება განსხვავებული იყოს სხვებისგან არ იყოს ეს სტანდარტული ევროპული სტანდარტი იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ინგლისური სასამართლო განსხვავდებოდეს თუნდაც გერმანული სასამართლოსა ადამიანური პოზიციები და იქ სხვა ტემპერამენტია სხვა გამოთქმებია სხვა მანერებია მე არ ვუსვობ კანონს მე ვუსვობ პროცესს თვითონ სამოქალაქო საქმეებზეც ბუნუარი საქმეზე ეს პროცესი და ამის სისტემის სამართალს აი ის დაერთმაიც რომ სხვადასხვა მიმართულებაზე ეს ხალხი პროცესებს როგორც მოქალაქე სამოქალაქო საქმეებზე აუდიო ჩაწერით მიდის ანუ ეს მნიშვნელოვანია რომ ლაპარაკობს რა და ის იწერება არა კამერა თუ იწერს არა იწერს მიკროფონი სამოქალაქო საქმეზე მიკროფონი იწერს სისხლზე არა ეს ამოშთო მიმართა შეიძლება და სისხლზე ინდონეზიელის მოსამართლე რომ ადვოკატი რომ ადვოკატს გადაელაპარაკა შენიშნავს აძლევს ხელი მეშლება წარმოგიდგენია ორი ადვოკატი ერთ კაცს იცავს ერთმანეთს გადაულაპარაკა პაშენესხვი აი ამაზე ასუსაგებიებს ხოლმე საკმაოდ მხარეთ მიჩნევა პრობლემა რომ აი მე არასოდეს სხვა შეიძლება
ბულვარის საქმეზე ხო ხარ შენ დაინტერესებული მხარ ხო იმიტომ რომ ამის გამოტანა გარე განსხვავება ვისაუბროთ ჩვენ კონსტიტუციამდე ბატონო ეუბნებიან ახლა ბულვარის საქმეზე კონსტიტუციამდე შეუძლებას რომ თავისუფა ამ ადამიანების საზოგადოების ინტერესებში რაც შეეხება გამჭვირვალობას კიდევ ერთი მომენტი პროცესზე დასწრების შეზღუდვა სისტემისა იმ 21 მაისის პროცესზე სამსამე კაცი შემოდით ნათესავები მუხაჭაურეს სამი ნათესავი და ასე შემდეგ კოლამიგე 7-ია 7-ჯერ 3 მეტი არ გვაქვს ადგილი როცა არ ადგილი იმიტომ არა რომ არ უნდა რომ ადგილი გიგდაში უბრალოდ კაციებია და თუ სკამებს დამატებ 100 მაგრამ სკამები აგებულია სკამები არის სკამია შეგვიძლია წინა გავსწორებ ნევროაპარამენტო სინდასება და როცა ირაკლი ბათიაშვილმა პროტესტი განაცხადა რას ნელაპარაკებში აბა თუმცა შეძლებულა ხო მოწმეების მოშორება პროცესიდან რამა ხედულობა მოწმე შემოხვალ როცა დაკითხავდა და გარეთ ამბავი არ უნდა გაიგანა ხო ეს ხო თამაში არ წერდა ამას მიაქციეთ ყურადღება თქვენ თამაში რომ ის მოწმე მეორე მოწმეს არ უნდა ხდებოდეს ხო გარეთ ანუ მასში შესაძლოა უნდა დაიგეთოს რა უნდა დარეგულირდეს იოთა სახში მოუყვება ესეც ხო შეიძლება არა სასამართლო პროცესი არა აღშენდა მოწმე დაჟღოს და მოუსმენოს მეორე მოწმეს ხო და გარეთ მოუსმენს რა მნიშვნელობა მოუყვება ხო ხო გასაგებია მე საკრებულოს ხომაზე ანალოგიური პრობლემებია და თქვა სიტყვაზე ხომიას ყველა ისტორიას მაგრამ მე ხო თუ გიღია მაშინ გადაგიდის უკდებაც ხო მე მოგარაკე მოვიდა მინდა გადავიდო ხო აი წინასწარმეტყველო შეიძლება რაღაც შეზღუდვას აკეთებ და წამოვიდე მაგრამ როგორ გადაგიხდა მაგის უკდება მე ვავიდა მე ვაწერინე ანუ თუ ცოტა გაუჯინიანდები სხვა სასამართლოში გაჯინიანდა საზრიარა და სასამართლო და ბოლო რაცვანდა სასამართლო კი არ უნდა მიაწოდოს ჩანაწერა ეს გეუბნება რომ მე ჩანაწერს ვემოვე და ამცალია მაგისტრი ხო ეს სპიკერის მაგარი ხო უნდა იყოს ერთი სამართლე კვალიფიციური მოსამართლეა იყოს იგი ნებისმიერ და რომელსაც დაევალება ეს საქმე და პირველი კამერა მეორე კამერა კი არა ეს მდივანი ასე ვთქვათ მიხვალ იმასთან მოსამართლეს უამრავ შეხებაში აგერ ეს დევს ეს დისგარი და ამ პრეზიდენტთან მიდივარ მე დამთავრდა პროცესი მიდივარ პრეზიდენტთან და ვეუბნები რომ მოსამართლეს სამართლი არ უნდა იყოს ტექნიკური მუშაკი ამ შემთხვევაში მაგრამ მოსამართლე დაახლოებით ესეთი მუშაკი რომელიც ამას უნდა აკეთოს სასამართლოს პირობებში ასეთი მუშაკი ჩვენ არ ვინახავთ არა ვერ ნახავდით იმიტომ რომ ეს ადამიანები ძირითადად სასამართლოს თავმჯდომარის სურვილიდან დაახლოებით ირაკლის და მე ქაიბატონ მოიწ ჩვენ ვესალმებით საგანმანათლებლო ინიციატივას რომ სასამართლო პროცესებზე მოხდეს ვიდეო გადაღება მე ვფიქრობ რომ ეს ადვოკატებს ამავდროულად ხელს არ შეგვიშლის უნებრივია იქნება პროცესები რომელიც დახრილი უნდა იყოს და იქ ეს არ მოხდება სავსების ხარჯია რაც შეეხება აუდიო ჩაწერას ეს პრობლემა არის და როცა მხარეს ამჩვევა მხარე და პროცესში წასახა წერია რომ როცა სასამართლო ტექნიკურად აღჭურვილია თვითონ აგიტებს ამას და ჩვენ თქვენ სამწუხაროდ სასამართლოს პასუხისმგებელი სასამართლო ამას არ თulis საჭირო და ფაქტობრივად მოტივირებული არაა გადაწყვეტილება რატომ ამდენს უარს ამავდროულად ირგოვა გასვლის უფლება რაც გამოიხატება იმაში რომ აბსოლუტურად აკუთი რევიზიება როცა ეხება და ჩვენ ვთქვით რომ ჩვენ მოვახდეთ თვითონ აუდიო ჩაწერას და სასამართლოს ვთქვით რომ გავიშალოთ წესი სასამართლო ვიარწამოთ შემდგომ როცა სასამართლოს ხო რამდენიმე საათიანი გასაჩივრების ვადარე მომენტს სასამართლოს კომისიები და მათი წერილობითი პასუხები მაგერ ზარმაზია სასამართლო სხდომისობს იქიდან გაუგინერებს ზადარანი და უხდება რომ რაღაც 5 დღიანი ვადა გვაქვს მაშინ როცა ჩვენ შევამბობთ ვაკეთებ მაშინ რომ ვთითეთ რომ ჩვენს გჭირდება ვისაც რომ გასაჩივრების ვადებში ვარ შეზღუდული ანუ გუნებრივად ამით განკუთვნილია დაცვის უფლებაც ინახება და დარღვეულია რაც შეეხება ნაფსსაგებთან დაკავშირებით გასაუბრებისათვის
ბუნებრივია ახლა ეს იმდენაზე როგორც ხდება მე ვფიქრობ საკმარისია იმიტომ რომ აფიქსიმ საჯულები თუ ვიდარეს მხარეებმა იციან როგორც ვალდების მხარე ასევე დაცვის მხარე ახლა სხვა საზოგადოების წევრების ხვიჭარი იყო დაცული იყო თუ ვალდების საჯულზე ვიღაცას ეძინება ინტერესი და დაცული იყოს აფიქსის საჯულებად ეს უფრო მხარეები და მომდინარეობებს და ეცა დაცვის მხარისთვის ეს ცნობილი არის და იმის განცხადებაც რომ მათი ვინაობის გამხელა ადიძალულია მე ვფიქრობ საკმარისია იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ახლა მოსამართლე როცა საქმეს იკეთებს ყველა მიცის რომ ის მოსამართლე მიიღო რაღაც გაწყვეტილება და ახლა ეს უფრო ნაკლებად დღეს არის აქტუალური ეს საკითხები რამდენად მათი დაუშვა საიდუმლოება იქნება დაცული და ასე შემდეგ ის სტანდარტი რომელიც არის მე დღეს ვფიქრობ ალბათ უფრო პრაქტიკა გამოაჩენს მაგრამ საკმარისი უნდა იყოს და ჩვენ ბუნებრივია მივესალმებით მაგას რომ ძირითადად ალბათ კითხვები რომელზედაც გარკვეულწილად საიდანაც ამოვიდა ეს მომენტი რომ მაქსიმალურად ცდილობენ არ მოხდეს სასამართლო პროცესების აუდიო ჩაწერა მხარეს ალგაზრდობა მის უფლებას და უფრო მეც გეტყვით რამდენიმე დღის იყო პროცესები ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე როგორც წესი ქუთაისის სააპელაციო სასამართლო იწერს სასამართლოს მომისოფლეს ელექტრონული ვერსიით მაგრამ მე თვითონ მონაწილეობდი პროცესზე სადაც ჩაწერა არ ხდებოდა შეგნებულად არ ხდებოდა იმიტომ რომ იყო საქმე ასეთი კატეგორიის და ძალიან ისეთი მომენტი როცა იძულებული იყო ბრალდებული და ეკებებია აცილება ჩემთვის იმიტომ რომ აიძულეს ის თავის დროზე აცილება დაუყენა სხვა ადვოკატს სასამართლო მიიღო აცილება მე მასე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზემოქმედება აბსოლუტურად ბრალდების მხარე სამწუხაროდ საჩელახშულების დაწესებულება ჩარეული იყო საკითხებში და როდესაც საპროცესოზე მიდიოდა საუბარი და ბრალდებული ფაქტობრივად იძულებით ჩემზე აცილება უნდა დაეყენებინა და მოითხოვა ის ადვოკატი როდესაც წინა სასამართლოს რომაზე აცილება ქონდა დაყენებინა სასამართლო მიიღო არც კი კითხეს ბრალდების რომ შენ მაშინ იმას აცილება დაუყენე და დღეს მე მიყევებს აცილებას და უფრო მეტიც კითხა თანახმა ხარ განცხადება იყო შესულდა კი და მე ვუთხარი სასამართლოს რომ ჩემს პოზიციას არ დამაფიქსირებინეთ არა მეთქი როგორ შეიძლება რომ მე ვარ ადვოკატი ადამიანი მიყევებს აცილებას და ჩემს მოსაზრება არ მაქვს სწორედ იმას ემსახურებოდა რომ ჩაწერა არ ხდებოდა რომ მე დარწმუნებული ვარ სასამართლოს კომისიაში იქ არ იქნება ჩემი ხოლმე მეთქი რომ დააფიქსიროთ კომისიაში თქვენ ამის შესაძლებლობას არ მაძლევთ რომ მე ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო ანუ წერია რომ ირაკლი დაეთანხმა ხო საერთოდ არ მაქვს ეს ყველაფერი იმით ეკეთდება რომ ჩაწერას მხარესაც არ გვაძლევს რომ შემდგომ ალამაზებენ სასამართლოს კომისიებს ანუ იქ მოწმენ რეალურად ბატონო ახსენა 21 მაისთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მოწმენმა ისეთი რაღაცები თქვენ ბუნებრივია რომ საქმეში დარჩეს და კომისიებში დარჩეს შესაძლოა მოსამართლე მიიღოს განხილველი გადაჭრილება და ეს ხო არქივია და მე ხო შეიძლება ვიღაცა ამას გადახედოს ამდენად ჩვენ მივესალმებით ამ პოზიციას და სასურველი მაგრამ რამდენად ახლა ხელისუფლება გაიზიარებს ხოლმე ეს კიდე სხვა მომენტია და მინიმალურ დონეზე ჩვენ რაღაც გაუჯობესება მოხდეს ეს მაინც თვითონ შეიძლება მივიღებთ მე ზეთონაიტება სამოქალაქო საზოგადოებისგან იძულებული იქნება და ერთ მომენტს მინდა მაგრამ თემას არ ეხება და ჩემი აზრი იყო და ალბათ სასურველი იქნება ასე გავაკეთებთ ეს ახლა ჩაწერას არ ეხება უბრალოდ მეგესალმება სისხლის სამართლის პროცესში არის ასეთი ნორმა სასამართლოს მეგობარი და ამას უნდა იყოს საუბარი ქალბატონს შეუფარდეს აქტივი ღონისძიება საგირავნო პატიმრობა და შემდგომ ამ ქალის მიმართ დადგა გამომხილებელი გადაჭრილი საპროცესო იმის გამო რომ 2 თვის ქირა არ ქონდა გადახდილი და ეს შეუძლია გადაჭრილი დასაწყის წარმოიდგინე იყოს სხვა რადიოასრავით ამ ცნობილია ეს ფაქტი და ეს გავსი შემთხვევა მოხდა არაერთი ბათუმში და ჩემი ისა მოსამართლეები რაც შეიძლება უნდა განვახორციელოთ კარგი გაგებით ზეწოლა და ზეწოლა როგორ არ შეიძლება სასამართლოს მეგობარი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლება ადვოკატებად უნდა ნახოთ ამისთვის რომ წერილობით უნდა მიმწეროთ და დაუწეროთ რომ მე ვაპირებდი რომ წერილობით მიმეწერა მაგრამ სამპროცესო წავიდე ვიგე მოწერილობ არსებითად არ მიხილავთ ამას და იქ ვალდებულია წერილობით მიმეწერა როგორც სასამართლოს მეგობარი ვარ არა განაშაული შემადგენლობა და არ გააღებოთ გამამტყუნებელი განაშაული მაგრამ არ მივიდა არსებით გასწრებით ვაპირებდი რომ გამეკეთებია შეიძლება და თუ კი ამას ბევრი ვიზად ბევრი და სხვადასხვა ადამიანები ხო 5-6-7 კონკრეტულ საქმეებზე სადაც იქნება საზოგადოებრივი ინტერესი და დავაფიქსიროთ ჩვენს მოსაზრებებს და მოსამართლე ვალდებულია რაღაც ასეთ მომენტებზე რომ დაუჭიროთ ძალიან კარგია მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ჩვენ და თუ კი არგუმენტაციისთვის დაჭირდება ჩვენ გვაქვს წერილობით
შუამდგომლობას როცა ვითხოვდით აუდიო ჩაწერაზე და სასამართლომ აბსოლუტურად ნებისმიერ სისხლის სამართლის პროცესზე ყოველთვის ვაყენებთ ამ შუამდგომლობას. ერთი პრეცედენტიც კი არ არსებობს, როცა სასამართლოს გაეზიარებია და საჭირო ჩაეწერა მომხდარა აუდიო ჩაწერა ალბათ. Კარგით, აგერ თამულა გააკეთოს კომენტარს, მაგრამ მიკროფონი ხალბატონ მარინას გაეცექეთ. შეიძლება ხალბატონ მარინის შემდეგ შოქნას უნდა რა. აბსოლუტურად იზიარება ამ სისხლის სამართლის საქმეებზე განსაკუთრებით მეტია პრობლემა. ჩვენ გქონდა ზუსტად ესეთი შემთხვევა ფოტოკორესპონდენტებთან დაკავშირებით, როდესაც ზუსტად ასე ჩვენს ადვოკატს გამოუტანეს ერთ-ერთი განსაშელის ხელწერილი, რომელთაც ის უარსებობდა ადვოკატზე, ჩვენს ადვოკატზე, ახალგაზრდათა ასოციაციის ადვოკატზე და ადვოკატი ითხოვდა პრინციპულად შემიშვით და პირადად მითხრას უარი, მაგრამ ხელწერილი მოუტანეს, რომელთაც ის ამბობდა უარს და მე აღარ შეუშვეს ეს ადვოკატი მასთან და შემდეგ საპროცესო გარიგებები გაქონდა გეთანხმებით. ეს საპროცესო გარიგება ის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ზეწოლის ფორმა ამ ადამიანებზე, ვინც მოხდება ასე ვთქვათ პროკურატურის კლანჭებში და ეს პროცესი მიხსენებათ, რომ გარიგების ფორმა აქ ამ ყველაფერს და არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორც სხვა ტრადიციული ტიპის სასამართლო პროცესები და თუ ჩემი აზრით, თუ ამ მიმართულებითაც რაღაც რეფორმა არ განხორციელდება, ძალიან რთული იქნება აი იმ სერიოზული პოზიტიური შედეგების მიღწევა, რაზეც ყველა ლაპარაკობს სასამართლოს მეგობარზე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ყოველთვის, როდესაც საქმე ძალიან სერიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალი რეზონანსი არსებობს ამ საქმეზე, ყოველთვის სრულდება საპროცესო გარიგებით. მაგალითად, ეხლა იყო ხანგოშულის ქალბატონი მანენა თუ არ ვცდები, მისი საქმეც მთელ საქართველოს ჯერა, რომ ეს ქალი არაფერ შუაში არ არის, მაგრამ მისი საქმეც დასრულდა საპროცესო გარიგებით და ჩვენ არ ვიცით. საპროცესო გარიგებით დასრულდა, ან ბრალი აღიარა, ან სასჯელზე შევთანხმდა, ასე რომ ვერ ვიტყვით, არავინ არ ვიცით რა ხდება, ხო? და ამ პირობებში მართლა აბსურდულია სასამართლოს მიერ ჩატარებული კვლევები, სადაც სასამართლოს, ასე ვთქვათ, სასამართლოს მინდობა მაღლა იწევს, რა მინდოდა მე. სასამართლოს მიმართ, პროკურატურის მიმართაც იწევს უკვე ნდობა კატასტროფულად, იმიტომ ბოლო სიუჟეტი რაც უყურე, მაჭახელის ხეობაში ჩატარდა რომიზება მაჭახელობა და პროკურატურა მგველინა ხო ექსკურსიის გიდები იყვნენ თუ რა იყვნენ ესე და ვიღაცას გვაჩვენებენ კმაყოფილ სახეებს რომ ცოტა ეგეთი უცნაური სიტუაცია ყალიბდება და ამით თქვა მაჭახელობას ვიღაცის აყვანით ეს ამნიშნავს რომ პროკურატურაში შემოყვარდელები დების ფაქტორი ამაგდება. კარგით თავადანან ისე როგორც გავიგე, ჩვენი დღევანდელი დისკუსიის მთავარი თემა არის ესეთი საინიციატივო წესით შესვლა წინადადებით, რომ მოხდეს სასამართლო პროცესების ვიდეო, აუდიო და ფოტო გადაღების აღდგენა. და აქ სხვადასხვა წინადადება წარმოაყენეს მიღწევებმა და ბატონ ზაზას თქმის ვეთანხმები სასამართლომ თავისთავად თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული და თვითონ უნდა უზრუნველყოს ვიდეო გადაღებები და შემდეგ მისი დაარქივება. და რომელიმე ტელეკომპანია საინფორმაციო საშუალება თუ დაინტერესდება თქვათ ამ მიმდინარე სასამართლო პროცესით, შესაბამისად უნდა მოახდინოს მისი გარკვეული საზღაური მისთვის გადაცემა. ეს იქნება ყველაზე უპირიანი, მაგრამ ახლა მეორე მომენტი მახსოვს. ვინაიდან საქართველოში შემოვიდა ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესს დაემატა ერთ-ერთი მაკონტროლებელი ორგანო ხალხის წარმომადგენლობის სახით, რომელმაც უნდა მოახდინოს სასამართლო პროცესის მიმდინარეობის თვალყურისდევნობა და შესაბამისად განაჩენის გამოწვევის დროს საზოგადოებრივი აზრის დაფიქსირება და როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობაც ჰქონდეს. ვინაიდან აქ წარმოიჭრა საკითხი, რომ შეიძლება ნაფიც-მსაჯულებს გარკვეული პრობლემა შეექმნას, თუ გაცხადდა მათი ვინაობა, რომელიმე მხარის მხრიდან მას ჰქონდეს საშიშროება, მაშინ ეს ვიდეო გადაღება ხوار გამოიწვევს შესაბამისად ამ ადამიანების გამომზეურებას, გამომჟღავნებას, თუ ისინი უნდა იყვნენ შესაბამისად საზოგადოებისთვის არ უნდა იყვნენ ცნობილი, ეს მომენტიც გასათვალისწინებელია, მე ასეთი აზრი დამჭამოვლებში და მეორე მომენტი კიდევ. რა შემთხვევაში მუშაობს ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი, მე ზუსტად არ ვიცი, არ მგონია ყველა სასამართლო პროცესზე იყოს ეს ინსტიტუცია საჭირო და გარდა იმისა არის რიგი პროცესებისა, სადაც შეიძლება სახელმწიფო საიდუმლო იყოს, ან ადამიანის პირად ღირსება შეეხებოდეს ეს. არასრულწლოვანთა მაბადოებით გაუმართლებელი
მოპატიურების ფაქტები, თქვა რაღაც გაუგმართებული ურთიერთობები, ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელიც ბევრი მედიის საშუალებას აქვს. მე ამ შემთხვევაში მედიას წარმოვადგენ და ყველა მედია საშუალება ცდილობს მოიმოოს თქვა რაღაც ისეთი მასალა, რაც მის ფუნქციებზე ან მის ეკრანზე პირველი გაჟღერდება. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ამას, რომ ხალხი მაინც ეტანება უფრო სკანდალურ ამბებს, იმიტომ რომ ჩვენთან მუშაობს პრინციპი მიეცი ადამიანს სანახაობა და ყური. მეწევა ხალხი ამაზეა ამ ძინეს სოციალურ ფონზე ბაზირებული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თქვენი ინიციატივა ძალიან საინტერესოა, მაგრამ იქ აუცილებლად კაცად უნდა განსაზღვროს რა ტიპის სასამართლო პროცესების გადაღება, აუდიო და ვიდეო გადაღება უნდა მოხდეს, ჩაწერა უნდა მოხდეს, რა დოზით უნდა იყოს მისი მიწოდება მასმედიისათვის, რომ დაცული იყოს ადამიანების უფლება და თავისუფლება, თუ ასეთი ცნება საერთოდ ჩვენ სინამდვილეში არსებობს და ბევრი სხვა ნიუანსი, იმიტომ რომ ეს ძალიან ფაქიზი თემა არის და მე დიდმადლობას მოგახსენებთ, რომ საერთოდ ეს თემა წარმოიწია, იმიტომ რომ ძალიან რთულია ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის მიღება, რა ეტაპზეა თქვა სასამართლო განხილვები, მე ვიცი ნახიამ კიდევაც მიმართა სასამართლოს გარკვეული წინადადებითა და უარით გამოისტუმეს, ძალიან ბევრჯერ გაზეთ-ბათუმელებსაც ქონია თქვა სასამართლო სტრუქტურებთან გარკვეული ინფორმაციის მიღებაზე, ანუ რაღაც მონაცემებზე შეხლა შემოხლა და ეს ყოველთვის სასამართლოს გამარჯვებით თავდებოდა, თუ ამას გამარჯვება ხდება საერთოდ. აი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კიდევ ახალი მეცნიერებს გამარჯვებენ. თქვენი ძალიან დიდი გამარჯვება იყო, როცა რეპრესირებულების თემას ხელი მოკიდეთ და ამის დაზმული სასამართლოზე თქვენ გაიტანეთ ეს მეგათქმეული საკითხი. 17,000 ადამიანი დღეს ამ სტატუსით ცხოვრობს. და აი სამარცხვინოა ის, რაც საქართველოს სასამართლოს გამოიტანა ამ ხალხის მიმართ. 4,000 არაუნარელობა და არც 1000, მაგრამ როცა 200 ლარიან კომპენსაციას უწესებენ ოჯახის მარჩენა დაკარგულ ოჯახებს და დუმს ამის გამო საზოგადოება ეს წარმოუდგენელი ამბავია და რახან თქვენ იფუნქციეთ ჩემო გარგებო ეს დიდი მისია. ალბათ ყველას უნდა გააგრძელოთ ამ საქმის ასე ვთქვათ პატრონება და მოვლა. მე დიდმადლობას ვუხდი პირადად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ნამდვილად გვეჩვენებულ ყველანაირად შეეცადეთ რომ ამ საკითხზე ჩვენ ბევრი ინფორმაცია მოგვიღო, სარჩელის შედგენა იყო თუ რამე დოკუმენტების მომზადება იყო. ყველანაირად უსაცხო კაპიტიეს დახმარება, მაგრამ აი შემდგომი მოქმედებაც ალბათ ისე თქვენ ხერხზე უნდა აიღოთ და დიდმადლობას ინახავთ. დიდი მადლობა. თამუნახო ნაფიცარულად დარეგულირებულ გასუხებ თამუნა რა პრინციპით და რა საქმეებზე იქნება შემდეგ შოთა. დიდი მადლობა რეპრესირებულებს რაც შეეხება ჩვენ ვფიქრობთ რომ ის რაც ახლა ხდება ქვეყანაში არ შეესაბამება იმას რაც დაადგინა ევროპის სასამართლომ და არ შეიძლება ყველას ერთნაირად მისცეს და მაქსიმალური 400 ლარი იყოს და ამაზე მუშაობენ. ახლა მართალია ძალიან ბევრი საქმეა და სანამ რაღაც ეტაპამდე სასამართლო განხილვები არ მივა რთული იქნება დასკვნების გაკეთება, თუმცა ამ თემის მიტოვებას რა თქმა უნდა არ ვაპირებთ და ალბათ საბოლოოდ ვიტყვით ამაზე ჩვენს საზრსაც. მაგრამ ჯერჯერობით ვფიქრობთ რომ ამისთვის არ არის საკმარისი ინფორმაცია და საკმარისად ძალიან ბევრი საერთოდ დავწერთ და ძალიან ბევრი ადამიანი რიგები იყო როგორც ბათუმში ისე ყველა ოფისში ჩვენი 7-8 ოფისი გვაქვს საქართველოში და ყველგან ესეთი მდგომარეობა იყო და ჯერჯერობით რა თქმა უნდა ჩვენც მსგავსი პოზიცია გვაქვს, მაგრამ სამართლებრივად დასაბუთებული შეფასება ამისი ჯერ არ გვაქვს და ალბათ მომავალში აუცილებლად მოვამზადებთ. რაც შეეხება სასამართლოს აი ამ გამარჯვებას, ასე ვთქვათ, მე მინდა გითხრათ რომ ზუსტად ნათია როყვა იყო პირველი ვისაც უთხრეს რომ აი ასე მარცხეჯილებას ვანიჭებთ ოპერატესობასო და იმის მერე მივყვებით და დავთ ამ საქმეებზე, მაგრამ არის რა სასამართლო ამ შემთხვევაში გამარჯვებული და დაგეთანხოთ. კიდე საკითხები რაც შეეხებოდა ვთქვათ არასრულწლოვნის საკითხებს ასე შემდეგ, ეს სასამართლო პროცესით დახურული საქმეებია. თუ სახელმწიფო საიდუმლოება არის საქმე, მოგეხსენებათ ძალიან ბევრი ვიწვალეთ ფოტოკორესპონდენტების საქმეზე, მაგრამ არავინ არ გახსნა ეს საქმე და ეს აქ როდესაც თავისთავად პროცესი დახურულია, ეს დახურულია და იქ არ გამჟღავნდება არავისი პირადი ცხოვრებას. ვიჯილო განქორწინების საქმეები დახურულია, თუ მხარე გააყენებს, სასამართლო დაიხურება და ვერავინ ამის შესახებ ვერ გაიგებს. გადაწყვეტილებაზე არ ვლაპარაკობ, გადაწყვეტილება საქვეყნოა ნებისმიერ შემთხვევაში.
რაც შეეხება ნაფიც საჯულებს, აქაც სიმართლეთან მე ისეთი ძალიან მყარი პოზიცია არ მაქვს, იმიტომ რომ ნაფიც საჯულებს მხოლოდ უსაფრთხოება არ არის, ნაფიც საჯულები არიან გადაწყვეტილების მომღერლები. მათი გადაწყვეტილება ეხება მძიმე დანაშაულებს, მაგალითად განზრახ კვლევებას და ისინი იღებენ ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებას. ნაფიც საჯულები მოიხსენებათ არ არიან იურისტები. და ზუსტად ეს არის საზოგადოების ხმა სასამართლოში და ნაფიც საჯულებზე გავლენის მოხდენა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბევრად იოლია ვიდრე მოსამართლეზე. და ზუსტად ალბათ მართლმსაჯულების ინტერესი არის იმაში, რომ ეხლა როდესაც ავინახავ, რომ ჩემი ნაცნობი ნაფიც საჯულია რაღაც კონკრეტულ საქმეზე ბუნებრივია მე არ ზეგავლენა დავიწყებ ამაზე ლაპარაკს. შესაძლოა მართლაზე გავლენა მოვახდინო. შესაძლოა ვიღაცამ ეს განზრახ გააკეთოს და მე ვფიქრობ რომ აი აქ არის ზუსტად მათი ვინაობის დაცვის ინტერესი, პატივსაცემი. იმიტომ რომ მართლაც ახლა მართლაც შესაძლოა რომ მიიღოს გამომტყუნებელი განაჩენა ვიღაც, ვთქვათ, ბავშვის გამომპატურებელი გაამართლა ნაფიც საჯულმა. ხო, ვთქვათ, წამოვიდეთ თუ ესეთი საქმეა. და უცებ მეზობი ეს რა გააკეთე და სკანდალებს მოიწყოს და ეს როგორ მიიღე, როგორ დაუჭე. აი აქ მართლა რთული გასავლებია ზღვარი და ამაზე ალბათ მეტი ფიქრი მართებს თვითონ ჩვენთანაც. კარგი, შევთავაზ. ზეროშია პოლიტიკის ასოციაციას მაღლობას მოყოლ ესეთ საინტერესო დისკუსიისათვის. ნუ ასეთი წინადადი ალბათ ვიდეო და აუდიო გადაღებებზე რომ არის საუბარი, ეს არის ძალიან რთული თემა. მიმავს ერთი ასეთი აზრი, რომ აი ონლაინ რეჟიმი რო გაკეთეს, მაგრამ როგორც პრესკაფეში რომ არის, კონკრეტულად ზოგიერთ საქმეებზე, ყოველ საქმეზე მაგას ვერ გააკეთებ, ხო? ჩვენ ვერ გაკეთეს საიტი ამ ტექნიკური პრობლემები, ტექნიკური სიტუაცია, რასაც მოგვარებასთან დაკავშირებით. იყოს რა სამოქალაქო დავა მაგალითად, რომელიც არის ეხება თქვა მიწას ან რაღაცას. ჩვენ ონლაინ რეჟიმში ვერ ხდება, მაგრამ ადამიანს საინტერესო ვერ მიდის, ხო? და იყოს ეს ჩვენ გაკეთეთ ხენი აზრი მაინტერესებს მაგასთან დაკავშირებით. როგორი ტექნიკურად რამდენად შესაძლებელი იქნება საიტი გაკეთოთ თქვა სასამართლოში. არა, შოთა მესმის. უბრალოდ ამ საიტზე წარმოვიდგინოთ თქვა 30 პროცესი მიმდინარეობს, რომელიც არა, შერჩევის მიხედვით რო გაკეთეს არ უნდა. ყველაფერი არის არა, აი შოთა აი ამაში შერჩევის კრიტერიუმები უკვე ჩვენთვის შეზღუდვა დახურული, მაგალითად რა თქმა უნდა, მაგაზე ვერ ვააკეთებ ამას. არა, შერჩევის საქმეები რომ არის, ხო? უბრალოდ აქ არის ასეთი რაღაცა, როცა გაგიხედა გრუეში, ხო? ხალხი რაღაც კუთხით დაინტერესდება და დობის მომენტს მოიპოვოს სასამართლო. მეორე მომენტი ის არის, რომ თვითონ მოსამართლეც შეეცდება, რომ არ დაიწყოს აი მომენტში გიგურები, ხო? ესეთი მომენტია, ხო? მაინც კამერები უნდა დამონტაჟდეს, იქათელი პროცედურებია, თქვა, რომ მიხვიდე გამოიტანო ორი კამერა უნდა დამონტაჟდეს, რომ ზოგს მიცემენ, ზოგს არ მიცემენ, ანუ ეს პროცედურა რა. რამოდენიმე საქმეზე მაინც გამარტივდება ეს, ხო? აი სამოქალაქოზე ადმინისტრაციაზე შეიძლება ეს გაკეთდეს, მე ბევრი ადამიანი ჩაერთობა უკვე, ანუ გაპიარდება ასე ვთქვათ, რომ სასამართლო მუშაობს. მე მაგალითად სასამართლო არც იცის სადა ბათუმის თუ ძანგანჯერეს. არა ინტერესებს. ხალხი ინტერნეტში ზიან 24 საათი. სასამართლო მუშაობს, იმდენ საფრთხეში ფაქტები. ზაობაში რომ მისცემ. კომუნიკაციაზე საქმე ეს სხვა თემა. ან ძინეთ ნაფიც საჯულთა ინსტიტუტს ბატონო ასთან ნაფიც საჯულთა ინსტიტუტს რაც შეეხება. ნაფიც საჯულთა ინსტიტუტს რაც შეეხება. ისეთ პატარა ქვეყანა როგორც საქართველო, სადაც ყოველი მეორე მოსამე არის ერთმანეთის ნათესაური, მე ვფიქრობ ეს არის ძალიან ძნელი თემა. რომ არის სახე ვერ იმუშავებს აკუთხით, კი იმუშავებს რაღაც კუთხით, მაგრამ თვითონ ადამიანის უფლება აი ვინც არის ნაფიც საჯული, ხო? ის აი როგორ იქნება რა, ძალიან შეშინებულად მიიღებს გადაწყვეტილებას. არ იმჟენ დიდ ქვეყნებში კი, იმიტომ რომ იქ არის დაცვის ბევრი მექანიზმი, ახლა წარმოვიდგინეთ ამერიკაში მაგალითად, ისეთი დიდი ამერიკა რომ ურთიერთობის სხვას არ იმუშავებს ეს. თან ისეთ საქმეზე, სადაც არის კვლევებას შეეხება, ძინო, გაზაფხულობებზე ლაპარაკი. არ იმუშავებს ეს უბრალოდ მოყოლილი თემაა რა. იმიტომ რაღაც განმოგავს უცხოეთიდან რაღაც ჩვენ უნდა შევიმუშავოთ. შოთა მე მაგაში გეთანხმები რომ შეიძლება კაცი ხოლოდან ჩაიყვანო თბილისში და აღმოჩნდეს იმის ახლო თორე შორეული ნათესავი და უფრო ახლოა ის ნათესავი ვიდრე ამერიკაში თქვა ან რომელიღაც სხვა ქვეყანაში თქვა ბიზნესშვილები და ეგეთ რაღაც. თამუნას ქონდა შენიშვა იმ მოსაზრება იმ შოთას ასთან დაკავშირებით რაც ინტერნეტს
მაუწყებლობას ეხება და მე ირაკლის ჯერ თამუნანოგა ჩვენც გქონდა ეს იდეა, მაგრამ იმდენად რთულია საერთოდ ვიდეო გადაღება წამოიყვანო, ამაზე არც ვესაუბრებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამის ალტერნატივა ის, რომ მაგალითად პროცესი, რომელიც აქ ახსენეთ, იგივე ბულვართან დაკავშირებით, რომელიც არის მართლა საჯარო ინტერესი. რა კრიტერიუმებით უნდა დავადგინოთ, რომელი უნდა იყოს მართლა ონლაინში, რომელი პროცესი უნდა წავიდეს. ესეთ კრიტერიუმი არ არსებობს, ამ რთული დასადგენია, მაგრამ არის საკითხები, მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროს მიკუთვნებული საკითხები, გარემოსთან დაკავშირებული საკითხები, თუ ბულვარი ცალსახად არის გარემო, ჩემი სათვალებელი გარემოს შესახებ საკითხი წყდება და ამ პროცესში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ ბათუმში მაცხოვრებელ ადამიანს. ხო, თუ თბილისელი არ დაინტერესდება, ამიტომ ამ ტიპის შეხვედრებს უბრალოდ შეიძლება ერთი სტაციონარული კამერა დადგა და თუ მართლა დარბაზში ვერ უშვებ 30 წელზე მეტ ადამიანს, იმიტომ რომ ვიცით რომ ეს კაფე იტევს გარკვეული რაოდენობის ადამიანს, მეც ვერა, მაგრამ მართლა შეიძლება ტექნიკურად ძალიან მარტივად დარბაზში დააყენო ეკრანი, რომელსაც სადღაც დარბაზში, რომელსაც უსმენენ. და მართლა როცა ნება არის 250 ჟურნალისტი შეუშვეს ნაფიც მსაჯულების საჩვენებელ სხდომაზე, სადაც ადვოკატები მართლა ისეთ ნომერებას ჩავარდნენ, რომ გამოიცვალდნენ, რამდენადაც ვიცი ვერ გაუძლეს აი ამ დიდ ინტერესს და საზოგადო ინტერესს და ზოგადად იმას, რომ ნაფიც მსაჯულებთან სხვანაირად უნდა ელაპარაკოს ადვოკატმა და ამან გამოიწვია თავისი უარყოფითი შედეგები უკვე ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ამდენ დაცვის ადვოკატი რომ გამოიცვლება შუა პროცესზე, ის ცოტა მძიმე შედეგია ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ საჯარო ინტერესის უზრუნველყოფა თუ მაინც ონლაინ არ მოხდება, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია თვითონ დარბაზში მოხდეს და ბოლოს ეს ადამიანები იქ მივიდნენ სასამართლო შენობაში და იქ მოისმინნენ ეს ყველაფერი. ეს მინდოდა. შემდეგ რაზმე შეგიდოდა ხო რა ნაფიც საჯულებთან დაკავშირებით მინდა თქვა ახლა ითვალისწინოს პროცესი აცილების მომენტი სხვა ნაფესავის მომენტი გამორიცხულია და მეორე ხარეს ეცოდებიან რაღაც ახლობელიან ასე შემდეგ უფრო რაოდენია არის ჩამონათვალები ის შეიძლება არ იყოს ნაფიც საჯულები და ჩამონათვალი ძალიან ფართო სპექტრია პლუს ამას რეალურად თუ შევხედოთ ჩვენ თვალებში ფაქტობრივად პროფესორები აკადემიკოსები ყველა მესამე არ გასამართლებული აპირებითი მჟავნა რაღაცა. ანუ ვინ დარჩა, ვინც ნაფიც მსაჯულებს შეიძლება შეარჩიო, ხო? ერთი პარტიის აქტივისტები, რომლებიც რეალურად გასამართლები არ იქნება და იმ პროფესიის წარმომადგენელი არ იქნება, იურისტი არ უნდა იყოს, ის არ უნდა იყოს, ეს არ უნდა იყოს და მეორე მომენტი იმდენად ძილია სოციალური ფონი და ადამიანები იმდენად გაწურთულები არიან საკუთარი პრობლემებით, ყოფითი პრობლემებით, რომ ეხლა გლეხი რომელსაც ყოფითი პრობლემები აქვს ზარმაზარი და მოუწიათ ოტოდრომის პრინციპით რაღაც საარჩევნო კომისიისებით იყოფა. რამდენად არის მზად იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მოისმინოს, გადახარჯოს და მიიღოს ელემენტარულად თუნდაც ლოგიკური გადაწყვეტილება. ეს თველის პერიოდში თუ გაიმართა ეს პროცესები მithumetet. კარგი, რადგან მიაწოდე მიკროფონი. არა, ეგ ნამდვილად პრობლემაა. კაბადონ მარინა ძალიან თქონდ, კაბადონ მარინა. მიკროფონის გარეშე თქვენი ხმა არ ისმის. არა, არც მინდა ის. კარგი დაზი. მოგესალმებით პირველ რიგში, არ ვაყურებ კომენტარის გაკეთებას, აჩინოს დაფიქსირებას, უბრალოდ ცოტა ხმა. Şehrinde çıkıyorlar bu kampında sanatçılarımız çalışacak. Optimizasyon zamanında jürilerle azim satın zamanında sanatçı çalışmaları kadar özel hanımefendi Böyle prosesinde bu zaten çok çünkü sadece satırlı çalışmaları var. Bu jurnalisti dersleri var. Bazı platformlarda zaten satın var. Bakın zaten prosesler nasıl yeni çalışmalar için sunulmakta var.
მაგრამ მე მგონი ცოტა შეიცვალა ვითარება და სუმცირე იმის იმედი მაქვს ისეთ პასუხებს წერილობით მაინც არ მივიღებთ რასაც ვებულობდით იმიტომ რომ საკმაოდ იმ ხალხმა ასე ვთქვათ მისი დირექტივაც იყო ესეთი პასუხების მოწოდება იმათ აღიარეს რომ ეგ არ იყო სწორი და ნახოთ იმედია რომ ესე არ იქნება არ გრძელდება მომავალში მესმის ახლა სასამართლო წესრიგი უნდა დაიცვას, მაგრამ ის ჯარიმები ძალიან კარგად მოქმედებს უკვე ფაქტობრივად საზოგადოება იმ წესრიგს ნაკლებად ხარობს, თუმცა ჯარიმის ეშინია. ახლა რამის ხარ გაითვალისწინებ იმამდენი რეკორდი მოსნა ჯარიმების. არა, კი, მაგრამ საზოგადოების მხრიდან ან ჟურნალისტი რომელიც მიდის გასაშუქებლად არ ამგონია ისეთ რაღაცას ჩაიდგენს რომელიც თქვა იქნება ჯარიმის საფუძველი, ხო? არა, კი, თუ ახლა მოსამართლე განწყობილია ესე შეიძლება თავი მოიხარო და იმის გამოს დაგაჯარიმოს და ბოლო პროცესზე ვინ იყო თავდაღუნული ჩვენს ბოლით უთხრა გასწორდიო რა ახლა ხო მირანდა ამიტომ ნუ მანდატის შეკითხება და ეს კანონში თუ წერი არა ინსტრუქცია მოგწეს ბატონო და ახლა ხო კარგი ეთერის გული რაღაც თქმა უნდა თუ უბრალოდ ვიხარ. კარგი, დიახ. კი, ქეთი მიაწოდე და მე ვთქო უბრალოდ. არა, როგორ ვიდაგმოს. ერთი წუთი ასლანს კი მისმის ბატონო ასლანს გადააწოდეთ მიკროფონი მე ისე თქვა მინდა ბატონელების ადმინისტრაციული საჩივრის განხილვარი იყო საჯარო ინფორმაცია რომ არ მოაწოდეთ მოტივი იყო რომ თავისუფალი თანამშრომელი აქვს მოვითხოვე რომ მოვიყვანოთ ის ადამიანი ვინც ბატონის სასამართლოში იყო საჯარო ინფორმაციის პასუხისმგებელი მოიყვანეს ეს ქალბატონი ჯილა ყველა ეს ქალბატონი დაწერილ ტექსტს კარნახობს რომ მე მოკლედ თქვენ მოვალეობაში კონკრეტულად ეს შედის და რამდენი საჯარო ინფორმაცია დაიცით 2 წლის განმავლობაში 0 და როგორ ახლა სხვა რა საქმეს ბრძანებით ხოლმე ეს გევალება ანუ გაჩერდა რა და ბოლოს ვინც იხილავდა ადმინისტრაციულ საჩივარს კარგი ფრაზა მითხრა როდესაც გეუბნებიან უნდა დაიჯერო რა არ ქონდა დრო ახლა სხვა ზალა რა მეთქვა გამეგზელებია მეტი ახლა რამიზეთს ნამდვილად მოხსნები მაგრამ კარგად ფინანსურად ესე დაჯერებული გამონდო კარგი ასლა თქო ასარის უბედეთ და შემდეგ თამუნას და გიას გარკვეულწილად რა ვიცი
მე შევაჯამოთ, იმიტომ მე ჩვენ შეგვიძლია საუბარი გავაგზავნოთ ყავაზე და ჩაიზე. დღეს უბრალოდ სტუდენტური კინოკლუბი ვინმეს ხო არ სურს რაიმის თქმა შეიძლება დავინახოთ. ბატონი არჩევს კი, ანუ ასწავლის შემდეგ ავტო კითხვას დასვამდა თქვენ მოგაშუქებთ. მე სამოგელები არ არის, მოიგებ ამას ხასახეთი. ემზადები? ხალხი ნახავს ნებილია. ხალხზე სასამართლოზე და ცოცხალებს განაცხადა მაგრამ ობიექტური მოსახლეობა მედიცინური არაგალიტური საფუძველი რეალურად არის პროკურორი და სამართლები ჰაუსი პალატაში მოსამართლეები კონსერვატიული პალატა ამიტომ კამი იქნება მოხდება აგრეგატის კვალიფიკაციის სამართლი. სოციალური სასამართლო პროგრამის რომელიც ამ კვალიფიკაციაზე მე მესმის ასლა რასაც ამბობ, არა, შეიძლება დაეთანხმო ამას, შეიძლება არ დაეთანხმო, იმიტომ მე მაგალითად კვალიფიკაციაზე ადვოკატის ვერ ვიმჯერებ თუ ყველა სისხლის სამართლის საქმესა პროცესორი თავდება. ანუ როგორ მიმძიებო რამდენად არის ეს ადვოკატები კვალიფიცირებული. TV25-ის ეთერში მე დავრეკე მაშინ აღშფოთებული, როდესაც ფრაზა იყო ირაკლის ბერდიტის და ბატონი ერთი ადვოკატი. ადვოკატის თავი დანიშნულებაო, რომ რაც შეიძლება კარგი საპროცესო გარიგება შედგესო და ახლა არა, მე ზოგადად საუბრობ, ასლან, მე ზოგადად საუბრობ. ანუ ადვოკატი ამას იტყვის, ანუ და შემდეგ დაამატა რომ იძულებული ვარ, იმიტომ სხვა გზა არ ამაქვს. ჩემი ფუნქცია ესაა, მე იმ ადვოკატის პოზიციას ვერანაირად ვერ გავიზიარებ, მაგრამ ამ დონეზე რომ მივდივართ უკვე, ეგიცაა პრობლემა. ეს უკვე სისტემურად შეიქმნა ეს პრობლემა. კარგი, ასლან, ამ ბატონავთვის მიკროფონი ბარი კითხვა დასწრას. კარგი, ბატონი აქვს ეთერი და ამით დაასრულე. კარგი. კი. უკაცრავ, ბატონი აქვს ერთი წუთი. ბატონი ემზა. ძალიან ხო, ქალბატონებს მიეკამათებით და ბატონი ემზა კახიძე. ნუ ინტერნეტის მაყურებელმა გაიგოს რომ ემზარზე ლაპარაკი. ვაცავოთ ბატონ არჩევს კითხვის დასვა. თვითონ ეს თეზა თანხამ საკითხო ბრავლის მეყველი ამის რადგულის ვამაგი ჩაწერა დაგება შეგვიძლია. ეს გასაგები მოსამართლეს აბსოლუტურად ტელეფონში ხონდა სისხლის სამართლის საქმეზე რომელიც მე ვახსენე ხამრობები დენადორი რომ ამდენი ზამთრა შეესწავლოს დაგაბოს პროცესი დაურეკეს ამბობ დინკე ხო ეს საჩი ხო ანუ პროცესის დროს კაცი ტელეფონზე მოსამართლე ტელეფონზე ლაპარაკობს რა მე ვამიცი სოციალურ დაურეკებს ალბათ კიცებულებას აქვს თუნდაც იმ საქმესთან დაკავშირებით. არა, ნათურა დასაჭიროა. კარგი, ეთერის გადააჭირა. ისენა მე მოხალხის მოვეთქვა მოსამართლეს უფრო მეტად მოვეთქვა. არა, მე წავდი შეგვიძლია. ადვოკატები ცოდავენ მაგიდის მოს მესიჯებს აგზავნიან. კარგი, ეთერის ხო. არა, ერთი წუთი. ბაგონავთ ძალიან ხო. ჩაიყავის დროს მე და შენ ემზარი ერთად გავკითხოთ, მაგრამ ჯერ ეთერის ვაცავოთ რომ ყველას მოგესალმებით, მე დავიწყებ ძალიან ინფორმაციას სასამართლოდან საერთოდ მოსამართლეების სახელმწიფო მანიფესტაციები მახსოვს რომ მაგალითად მოეცა აუდიოჩემის საკითხების უფლება და რენერი პასუხი არ გავუცია მიწები და მაციტოების რეგულირება
არ მივიღია ინფორმაციას ძალიან პროცენტი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მაინც ჩვენი სისტემის მაჩვენებელია. და ამ საშუალებას მართლაც ეცეთ კონკრეტული საქმე, ფოტოგრაფიის საქმე. როდესაც იყო საზოგადოება მობილიზებული, როდესაც იყო წინააღმდეგობა ორგანიზებული და ცნობილი შედეგი რაღაც შედეგი იქნა მიღწეული. ის მე ვიღებ ინფორმაციაზე პასუხს ამ კანონის არგუმენტს და მე ანუ საზოგადოების პრობლემა არის. მე ვფიქრობ, რომ ადვოკატებმა ჟურნალისტებმაც უფრო მეტად უნდა იმუშაოთ ამ ცოტა სხვა შედეგი გვექნება მაისმენია და აქედან გამომდინარე ბაროთების და მგონია რომ ისინი გამოსვლად უბრალოდ უნდა ცოტა მითუმშოთ საკუთრებზე. კი ბატონო, ვიცით რომ ხარე ხელისუფლების ინტერესებში ეს არ შედის, მაგრამ ხელისუფლების ინტერესებში შედის უმრავლესობაზე მოსმენა და იქნება გააკეთებისე რომ ეს დავხადოთ უმრავლესობის სამშობლოს მithumetes არჩევნები იქნებოდა ხო? კარგი თანმიმდევრ არჩევნები კარგი ყავი ინტერესი ის არჩევნები დაკავშირებით და გამჭირვალე იქნება ეს პროცესი უკეთესია. მე მინდა გამოეხმარო რომ ადვოკატების თემას მე მესმის იმიტომ რომ ირგვლივ ვიყურები ხა ბევრი წარუმატებელი არ არის ამიტყოდი ამ სიტყვას ბოდიშვეხტი ამ ტერმინისთვის უბრალოდ ბევრი ადამიანი რომელიც განთავისუფლდება სამსახურიდან საადვოკატო საქმიანობას იწყებს და აფარებს თავს ნუ რაღაც შეიძლება შეგრძნება გრჩება ისეთი რომ ეს ადამიანები თქო ბოლომდე მაგრამ ყველგან არის კვალიფიციური და არაკვალიფიციური ნებისმიერ პროფესიაში ასე უბრალოდ მეც ვაწარმოებ საადვოკატო საქმეებს და სიმართლე გითხრათ როდესაც ვესაუბრებ ადამიანს რომელიც ინტერესებსაც ვიცავ ხო მე ყველანაირად ვეუბნები რომ აი ეს შეიძლება მოხდეს ეს შეიძლება მოხდეს მაგრამ ვერაფრის გარანტიას ვერ გაძლევ იმიტომ რომ პროცესზე ქონდა ერთი პროცესი მაესტროს როდესაც არ მისცეს ლიცენზია მაესტრომ გაასაჩივრა და ადვოკატი ვიყავი ამ საქმეზე და მეორე მხარე კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელი რომელსაც ვერავინ ეტყვის რომ არაკვალიფიციური იურისტია და ამას ყველა აღიარებს ერთხმად ამ ადამიანთან დაკავშირებით უბრალოდ ლაპარაკობდა საშინელებებს და მე ვგრძნობდი რომ აი ეს რასაც ლაპარაკობდა ამას მოსამართლე გადაწერდა გადაწყვეტილებაში და ამით დამთავრდებოდა ეს პროცესი და მართლა ასე მოხდა და მე ის ადვოკატი რომ გამოდიოდა ეს მისი სამსახური იყო და თვითონაც თვლიდა რომ მოსამართლე იყო აბსოლუტურად არაკომპეტენტური ახლა მისი ნალაპარაკი სრულად გადაიტანა და ეს არ იყო მხოლოდ ის რომ მას უნდა მოედოს პროცესი მისი ფუნქცია იყო და მოხდა კიდევაც ესე ხო მაესტროს ლიცენზიის არ მიცემა სერიოზული რესონანსული საქმე იყო მაგრამ თავი იყო რომ ის თავისი განმარტებით სისტემურად ანგრევდა ადმინისტრაციულ სამართალს და ეგ იყო მთელი პრობლემა და ამ დროს რთულია ისაუბრო მართლაც ხისტად ადვოკატის პროფესიონალზე მართლა რთულია საბოლოოდ დამთავრდა იმით რომ მაესტრო წავიდა მორიგებაზე და სამწუხაროდ საქმე არ გაგრძელდა იმიტომ რომ უფრო პერსპექტიული იყო თავისი შედეგის თვალსაზრისით მაგრამ მართლაც მოსამართლეები ბევრად ან არაკვალიფიცირებული არიან ან გამორჩილებული არიან რაღაცნებას და ხშირად ხარები ბევრად უფრო კარგად არიან წარმოდგენილი პროცესზე ვიდრე თვითონ მოსამართლეები. მე დავასრულებ ეს პროგრამა უნდა გავხსენო ბევრი პროცესიდან ხარ ან ჩვენად მოსარჩენე მოპასუხებ ხარ არგუმენტები რომ უნდა განიცხადე ესეთი რამე რომ ძალიან კარგია რომ არასამთავრობო სექტორი აქტიური მაგრამ რატო ახდენს საკითხის პოლიტიზირებას და რო იკითხეს მე საკითხის პოლიტიზირება რა შეგვემარებს ამ პროცესში როგორ ხომ აპარატო ბუჩქები ამოიძირა ხეები ამოიძირა ესე შემდეგ ანუ არგუმენტი არ ქონდა არგუმენტი იყო რომ ჩვენ პოლიტიკა რადგან შემოიჭრა ეს გავაკეთეს ეს არის პოლიტიზირება ყველაფრისა ანუ მე მესურს ახლა ეს ძალიან დიდი თემაა საქართველოში ჩვენ ახლა კინოფილმი ფარგლებში გაჩვენებ ფილმი თორმეტ ნაფიც გარიცხებული მაღალმაღალცი როგორ ნაფიც საჯულთა ეს ტიპის და საქართველოში მაშინაც იყო ბევრი საუბარი ეს საქართველოში არ გაამართლებს
იმიტომ რომ ერთია რომ საჯარო არაა, მეორეა რომ ნათესაური კავშირი და მესამე რომ არაკომპეტენტურია, მეოთხე რომ შეიძლება გაყიდოს ზოგადად თავისი გადაწყვეტილება მაგრამ როდესაც იცი დახურულია სასამართლო სისტემა ჩვენ წინა დისკუსია ქონდა მანდატურულ სკოლაში არა იქ როდესაც უსახთო სკოლაზე დაიწყეს ლაპარაკი საერთოდ დაიხურა ის სკოლა და საერთოდ ვერტიპედაზე მე როგორ შევდელი სულ ინფორმაციას ვერ ვქნები იმიტომ ჩემი ინფორმაციის წყარო არის ჩემი შვილები რომელიც გაუმერე როგორც ადვოკატები იქნებიან არასოციალისტები, იმიტომ რომ რაიმე დააშავეს ახლა მასწავლებლებს რა გამქირს, საკუთარ თავს გაამართლებს, არა? ამიტომ ეს ყველაფერი ჯერ ყველა დაიკეტა სასამართლო დაიკეტა საბოლოოში პროკურატურაც ჩაიკეტა და ჩაიკეტა. ანუ ყველა იქნება სისტემურად, ანუ ჩაკეტვის პრინციპისკენ მიდიან. ჩვენ რა დავედით, არა? თავზაცვის სამინისტრო მომწევა, ეს ხო ექსპერტები სოფიოს არ არის თავდაცვის სამინისტროს პასუხში ეწერა საქართველოს სად მდებარეობს თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო ინფორმაცია. ამას მე ჩაგიწევს არა პასუხი მქონდა და მისამართი ზედაცე აი გაზრდა ვაპარაკო იქ სასწავლებელი კიდევ ეწერა მაგრამ ამას მე დაგიწევე ჩვენ საქართველოს ხო ახლა პენტაგონის სარგებლობის სიტუაციაში ძალიან დიდი მადლობა ყველას მოგზაურობისათვის და ალა და ჩაი დავიო და ემზარი ერთად დავკუთვნო მოგეთქვით